გამარჯობათ, მოგესალმებით, ეთერშია ობიექტივი. დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი თემა, მაგრამ ამ თემას აქვს თავისი შინაარსი და ეს შინაარსი მოიცავს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე იმ მოვლენებს, რასაც ჩვენი ქვეყნის სარწმუნოება, რელიგია და ამავე დროს ესე რომ ვთქვათ, არ ვიცი რა დავარქვა, მაგრამ მე მგონი დიდი თურქობა დაიწყო. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენს პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე 2-388-105 და აი ამ ტელეფონის მეშვეობით თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ პირდაპირ ეთერში ჩაერთოთ, გამოხატოთ თქვენი მოსაზრება, დააფიქსიროთ თქვენი აზრი. აგრეთვე მე შევახსენებ ჩვენს მსმენელს, რომ ჩვენ უკვე გავედით Global TV-ზე, ეს არის საკაბელო ტელევიზია, ამავე დროს ჩვენ გვისმენენ იმერეთშიც რადიო 105 და 0, აი ამ დიაპაზონზე თეთრი რადიო სახელწოდებით უკვე გვისმენს ჩვენ იმერეთის მოსახლეობა. თანამგზავრზე მოგეხსენებათ აჭარის 25 არსზე თვალყურს ადევნებს, ვისაც ანტენური თეფში აქვს სახში ყველა ის ოჯახი და ამავე დროს 42 გრადუსზე შეგიძლიათ თქვენ დეკოდერის საშუალებით მოძებნოთ ობიექტივის გადაცემები და გვიყუროთ. და რა თქმა უნდა, ინტერნეტი obiektivi.net. აი ამ საიტზე თქვენ შეგიძლიათ ჩვენ ესე რომ ვთქვათ, დაგვიკავშირდეთ. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმრებია წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბატონი სოსო მანჯავიძე და ჟურნალისტი ქალბატონი ნინო მიქიაშვილი. ახლა რაც შეეხება ჩვენს თემას, მე გავხსნი ესე იგი 2008 წლის 20 ივნისითაა დათარიღებული ეს წერილი, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მისწერა იმ დროინდელ, იმ ჟამინდელ პრემიერ-მინისტრს ბატონ ვლადიმერ გურგენიძეს. ცნობილია, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოსა და თურქეთის კულტურის სამინისტროებს შორის. საქართველოში 3 მეჩეთისა და თურქეთში 3 ქართული ტაძრის აღდგენის შესახებ და ამის თაობაზე წინასწარ განზრახული აქტიც დაიდო. მიგვაჩნია, რომ მაშინ, როდესაც საქართველოში ფუნქციონირებს 240-ზე მეტი ჯამე და მეჩეთი, მათგან 140 აჭარის ტერიტორიაზე, 8 მედრესე. აღარაფერს ვამბობთ საერთო სასწავლებლებზე, ხოლო თურქეთში 1 ქართული ტაძარიც კი არ მოქმედებს, აღნიშნული საკითხით ხელშეკრულების დადება გაუმართლებელია. შევნიშნავთ იმასაც, რომ საქართველოში უკვე არსებული მუსლიმანური საკულტო ნაგებობების და თეოლოგიური სასწავლებლების რაოდენობა გაცილებით აჭარბებს ქვეყნის მუსლიმი მოსახლეობის რელიგიურ მოთხოვნილებებს. რაც შეეხება თურქული მხარის მოთხოვნებს, ცნობილია, რომ ბათუმის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. მიუხედავად ამისა, ბათუმში უკვე ფუნქციონირებს საკმაოდ დიდი მეჩეთი, რომელიც შეესაბამება მუსლიმური მრევლის რაოდენობას და ამასთან გამოხატავს სახელმწიფოს კეთილგანწყობას თავისი მუსლიმი მოსახლეობის რელიგიური, კულტურული და ტრადიციული მემკვიდრეობის მიმართ. ყოფილი აზიზეს მეჩეთის ადგილზე დღეს საცხოვრებელი კორპუსებია აშენებული და მათი დანგრევა ვერ მოხერხდება, ხოლო ბათუმის სხვა უბანში ტერიტორიის გამოყოფა და იქ აღნიშნული მეჩეთის ასლის აგება ფაქტიურად ახალი მეჩეთის აშენებას ნიშნავს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ პროტესტს გამოიწვევს. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით ამის შესახებ გაგაფრთხილოთ. ქობულეთშიც ფაქტიურად ახალი მეჩეთის მშენებლობაა დაგეგმილი, რაც ზემოთქმულის ფონზე სრულიად გაუგებარია. ახალციხის მეჩეთი კი, რომელიც აშენებულია ადგილობრივი ქართველი მუსლიმანური თავადის მიერ, არ წარმოადგენს თურქული კულტურის ძეგლს, არამედ არის ქართული მუსლიმანური მემკვიდრეობის ნიმუში და მათზე ჩვენმა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ამასთან მეფის რუსეთის დროს ამ მეჩეთისზე მიშენდა მართლმადიდებლური ტაძრის საკურთხეველი და იქ წლების მანძილზე აღევლინებოდა წირვა ლოცვა, რა თქმა უნდა, ქრისტიანულად. ამდენად ამ მეჩეთის აღდგენა თავდაპირველი სახით, როგორც ხელშეკრულების პროექტში აღნიშნული, ფაქტიურად ტაძრის დანგრევას ნიშნავს, რაც ასევე დიდ პრობლემებს შექმნის. ზემოთქმულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ დადებული
წინა განზრახულობით აქტი უნდა შეჩერდეს. პროექტზე გაგრძელდეს მსჯელობა და პოზიციები თავიდან ერთობლივად შეჯერდეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. აი ასეთი წერილი მიწერა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა იმდროინდელ, პრემიერ-მინისტრს ბატონ ლადოს და ბოლოში დაზინა, რომ ვფიქრობთ, ჩვენ სახელმწიფოს სრული უფლება აქვს თურქეთთან და აზერბაიჯანთან მსგავსი საკითხების განხილვისას ჰქონდეს პრინციპული პოზიცია და არგუმენტირებული შემთხვევები იყოს განხილული პრეტენზიებითაც. აი ესეთი წერილი დადო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. ადრე ბატონოსო თქვენთან გადმოვალ შეკითხვით, როდესაც მართლა იყო დიდი თურქობა და არა მარტო დიდი თურქობა, არამედ უამრავი მომხდური ყავდა ჩვენს ქვეყანას, ქართველი ხალხი ხმლითა და מחვილით ხვდებოდა აი ამ მომხდურებს და დღეს ყველაფერს ესე რომ ვთქვათ დოლარები და რაღაცა არ ვიცი, ამათი გაურკვეველი პოლიტიკა წყვიტავს. ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა რომ დღეს ჩვენ ვისაუბროთ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ არა მარტო აჭარაში, არამედ თბილისის შემოგარენშიც არაბები, ჩინელები მრავლად არიან, უკვე მათ შეისყიდეს ტერიტორიები, წალკის რაიონში კერძოდ ჩინელებმა, არაბებმა დაბახმელა და თბილისის ზემოგარენი მთლიანად შესყიდული აქვს ამ ადამიანებს, ამ ხალხს, ნიგერიელების შემოსევა გვაქვს კიდევ და უამრავი ალბათ კაცმა არ იცის, ვისაც გზა აერევა, ყველა ჩვენ ქვეყანაში შემოდის, ეს უხსოვარი დროიდან ასე იყო და მოდით აი ამ საკითხზე იქნებ ჩვენ საზოგადოებას ვესაუბროთ და განვმარტოთ აი ეს საკითხები. მივესალმები პირველ რიგში მსმენელს და მაყურებლებს. ახლა რაც შეეხება თქვენს მიერ დაყენებულ საკითხებს უცხოელების ესე შეუმოწმებლად შემოდინებასთან გაკავშირებით და უცხოური კაპიტალის ასე ვთქვათ იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც უნდა იწვევდეს თვითონ უცხოური კაპიტალის შემოსვლა საქართველოში, მე ვიტყოდი, რომ რაც შეეხება უცხოელებს, მათ აქვს შეუფერხებელი შემოსვლის საშუალება, მაგალითისთვის ვიტყოდით, რომ საქართველოში არ არსებობს ტერორისტების კონტროლის საბაჟოზე, მაგალითად ტერორისტებთან დაკავშირებით, ხომ? არ ხდება ამის. ტერორისტების სიაც კი არ არსებობს. თუმცა ახლა და შემოდიან ძირითადად ის ადამიანები, რომლებსაც აქვს პრობლემები გაჭირვებული ქვეყნებიდან და მოტყუებული ხშირ შემთხვევაში სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდით. თუმცა უნდა მოგახსენოთ, რომ მათი მიმედგაცრუება ძალიან დიდია ხოლმე ამ შემთხვევაში და ზოგი მათგანი ციხეებში წხვდება, მოგეხსენებათ ამის შესახებ. ძალიან ბევრი გზააბნეული ადამიანი ჩამოდის მართლაც. და ძალიან ბევრი სპეკულიანტი და სხვადასხვა ასე ვთქვათ არასაიმედო საქმიანობით დაკავებული. თუმცა ამას ვერ ვიტყოდი მე კაპიტალის შემოდინებასთან დაკავშირებით. საქართველოში შემოდის ერთის მხრივ სპეკულატიური კაპიტალი, მეორეს მხრივ შემოდის კაპიტალი, რომელიც არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და დაინტერესებული სხვადასხვა ჩვენ და მე არც თუ ისე კეთილად განწყობილი სახელმწიფოების და პოლიტიკური წრეების მიზნებს ემსახურებიან. აი ამას ასე უნდა დავაყენოთ ჩვენ საკითხი. რაც შეეხება ახლა საკუთრივ საკითხს, რომელიც თქვენ დააყენეთ აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებით. ეხლა როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე გვაქვს თურქეთის სახელმწიფოსთან და მოკლედ უნდა მიმოვიხილოთ რა პოლიტიკა აქვს თურქეთს თავის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-კულტურულ ძეგლებთან დაკავშირებით. ეს რომ ნათელი რო იყოს, რასთან გვაქვს საქმე და აქცენტები რომ იყოს სწორად დაყენებული. კერძოდ, თურქეთი თავის თავს განიხილავს ნებისმიერ აი თურქულ სახელმძღვანელოს თუ ჩავხედავთ ჩვენ და ანდა დავუშვათ გიდების, აი ვის თურქეთშია ნამყოფი, წაუკითხია ელემენტარულად გიდები, ასე ვთქვათ, აი როგორ პოზიციონირებს თურქეთის სახელმწიფო. თურქეთის სახელმწიფო ახლა მე არ ვეხები ეს სწორია თუ არა, ახლა ვინმე არ აღიქواس ესე თითქოს მე თურქეთის აპოლოგეტი ვიყო, ან პირდაპირ რაც უწერიათ მან და როგორ ცდილობენ ისინი წარმოაჩინონ თავისთავი სოფლიოს წინაშე.
თუ მსმენელია. მსმენელი ყავს. თურქეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩვენ ვიცით რომ უამრავი პატარა სახელმწიფოები იყო და ხო და აი ამაზე ჩვენ ნათლად უნდა გქონდეს წარმოდგენა მსმენელსაც, მაყურებელსაც თვითონ თურქეთის სახელმწიფოს პოზიცია როგორია და რას აკეთებს საქართველოს ჩვენი ეგრეთ წოდებული ეს პრეზიდენტი და ხელისუფლება რას აკეთებს და რითი აიხსნება ეს ძალიან უცნაური ვაჭრობა ისტორიულ-კულტურული ჩვენი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისა, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე ამასთან და აზიზიეს მეჩეთთან და სხვა მეჩეთების აღდგენასთან დაკავშირებით. ამაზე უნდა ვისაუბროთ, ჩვენ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, ამას ჩვენ აუცილებლად გავმარტავთ. დიახ, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, შემოუშვათ. მე ვარ ეთერში? დიახ, გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. ბატონო სოსო, მე თქვენთან ამაქვს შეკითხვა. თქვენი რადიო და ტელევიზია მე ძალიან მომწონს. მე ვთვლი რომ დღეს საქართველოში ოპოზიციურ სპექტრში თქვენისთან რადიო და მედია ობიექტივი რო არის ეგეთი მეორე არ არსებობს. და მე უბრალოდ გაოცებული ვარ მხოლოდ იმით რომ თქვენ როგორ გამოგრჩათ რომ აი ამ თურქეთის თემაზე რო საუბრობდით ახლა და აჭარის თურქეთიზაციაზე როგორ გამოგრჩათ მე მინდა შეგახსენოთ რომ აჭარის ტელევიზიის გადაცემებში ყოველდღიურად 3-3ჯერ არის თურქული ენის გაკვეთილები. რატომ უნდა იყოს აჭარის ტელევიზიაში თურქული ენის გაკვეთილები, როცა თურქეთში ქართულ ენაზე ლაპარაკსაც კი უკრძალავენ, ამიხსენით ეს რანაირი პოლიტიკაა ხალხო? აი მაგაზე გვინდოდა გვესაუბრა ქალბატონო ზუსტად. ამაზე გვინდოდა გვესაუბრა ზუსტად და აი უნდა განვმარტოთ და კარგად აი ორიენტირები ჩვენ უნდა ზუსტი ავიღოთ იქიდან გამომდინარე რომ არ აღმოჩნდეთ ახლა კვლავ აბსოლუტურად უსირცხვილო მოგეხსენებათ სახელისუფლებო პროპაგანდის ობიექტები რომ არ გამოგვიყვანონ ახლა ჩვენ დაუშვათ ისეთ ფუნდამენტალისტებად არ გამოგვიყვანონ დაუშვათ შოვინისტებად და ასე შემდეგ და არ დაგვაპირისპირონ ის ადამიანები რომლებიც წესით არ უნდა გვიპირისპირდებოდნენ და აი ახლა განმარტავ მე რას ვამბობ კონკრეტულად ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია კერძოდ თურქეთის სახელმწიფო ოფიციალური პოლიტიკა არის ასეთი ის განიხილავს თავის თავს ასე რომ თურქეთის ტერიტორიაზე არსებობდა ძალიან ბევრი უძველესი დროიდან ხო ეს უძველესი ცივილიზაციები არსებობდნენ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ეს იყვნენ ხეთები, ხურიტები, ესე ლიდია, მოგეხსენებათ ლიკია ბიზანტი სახელმწიფო რომლის მე ახლა მოკლედ ვამბობ ამას ძალიან ბერძნული ქალაქ სახელმწიფოები შემდეგ ბიზანტის სახელმწიფოს ტერიტორიაზე აღმოცენდა ბიზანტიის ქრისტიანული იმპერია შემდეგ ისინი სელჯუკები იყვნენ აქ და ბოლოს განიხილავენ რომ იყო ოსმალთა იმპერია და ბოლოს აღმოცენდა აი თურქები როგორც ამბობენ თურქეთის ესე ქემალისტური სახელმწიფო საერო სახელმწიფო რომელიც არის კულტურული ხიდი და ის განიხილავს ყველა მის ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ ძეგლს, როგორც თავის პასუხისგებლობაში მყოფ ძეგლებს. ეს არის თურქეთის სახელმწიფოს პოლიტიკა და იდეოლოგიაც ეს არის ნებისმიერ სახელმძღვანელოშიც კი შეგიძლიათ ეს წაიკითხოს. ზარი არის პირდაპირ ეთერში ბატონო სოსო. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ შემოუშვათ. სამშვიდობისა მოგესალმებით. იცით მე რამეს გეტყვით ებრაელებს აქვთ ასეთი წევლა შენი არ იცოდე სხვისი არ გისმოდეს სამწუხაროდ აი ამ დღეში ვარ ჩვენ და სამწუხაროდ კიდე ძალიან ბევრ ქართველს საერთოდ არ აინტერესებს ეგ აჭარაში თურქი შემოვა თურქი შემოვა და ის შემოვა და რა პოლიტიკას გაატარებს ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება აი ამაშია საქმე და ესაა ჩვენი ტრაგედია გადაგიშეს და გადაგვარდა ხალხი სამწუხაროდ სხვათა შორის მე ვერ დაგეთახვებით ეს პრობლემა ძალიან აწუხებს აჭარის მოსახლეობას ჩვენ თვითონ ყავს ქართველი მუსლიმები რომლებსაც აქვთ თავიანთი მეჩეთები რაც შეეხება აზიზის მეჩეთს ის 1868 წელს აშენდა და იყო დისლოცირებული ოსმალურ სამხედრო რაღაც გარნიზონი იდგა აი ამ სამხედრო ფაქტურად ეს იყო და სადაც აქ არ შედიოდნენ ქართველი მუსლიმები და იქ არ ლოცულობდნენ სხვათა შორის. ახლა დავამთავროთ ეს აზრი რომ მე სწორად გავშალოთ თემა. ესე იგი, აქედან გამომდინარე, პირდაპირ ვამბობ რომ ვერ იქნებოდა თურქეთის და მოგეხსენებათ ბოლო ფაქტები ავიღოთ, როდესაც სომხებს, ბერძნებს
და სხვა ხალხებს შესთავაზეს თავიანთი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა თურქებმა თვითონ გარდა ჩვენს გარდა სხვათა შორის რასაც მოყვა უწმინდეს და უნეტარესის ილია მეურის წერილი მოგეხსენებათ ხო ამ მიმართვა ამასთან დაკავშირებით აქედან გამომდინარე თურქეთის ოფიციალური პოზიცია ვერ იქნებოდა ხას უსვამ ვერ იქნებოდა ეს ხას გადაუსვამდა მთელ მის ისტორიულ აი ხას რომელიც ქემალისტურმა თურქეთმა დაამყარა ვერ იქნებოდა მოთხოვნა რომ ეხლა მე ამაშენებინეთ მეჩეთები აქ დაუშვათ კვირიკეს ჯამე ეს ის აზიზიეს მეჩეთი რაბათის მეჩეთი ხომ და ხარჯავის მეჩეთი ხომ იმაში ადიგენის რაიონში და აი მე თქვენ აღგადგენინებთ ამ სამ ჩვენ ისტორიულ ძეგლს და ოშკს ხახულს და იშხანს ხო და 400 ეს აბსურდია იქიდან გამომდინარე ეს ვერ იქნება ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზებული სქემა და გაუგებარია რატომ შესთავაზეს თუმცა ახლა ჩვენთვის ეს გასაგებია ეს არის მისი თვითშემოქმედება ანუ ეს არის სქემა რომელიც გასაგებია რომ თურქეთს აწყობს მაგრამ ის ამ საკითხს ვერ დააყენებდა ეს საკითხი უნდა დაეყენებინა საქართველოს ხელისუფლებას გარკვეული პრეფერენციების სანაცვლოდ გარკვეული პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრეფერენციების სანაცვლოდ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ გავიგოთ ახლა რა არის ეს პრეფერენციები რა რის სანაცვლოდ აკეთებენ აი ასე ჩვენთვის დამღუპველ ნაბიჯებს და ვინ ავალებს მათ ამას ეს არის ცალკე საკითხის ცალკე განხილვის საკითხი და ამაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ დღესაც და მომავალშიც ანუ და აქცენტის გადატანა ხდება ასე თითქოს თურქეთმა მოგთხოვა ჩვენ აი ეს პირობები და წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთი არ აღვადგენინებს ჩვენ ისტორიულ ძეგლებს და საკითხს აყენებენ ასე აქ ვიღირს კი ახლა ჩვენ აზიზიეს მეჩეთი ოღონდ აღდგეს ოშკი და გინდა 10 აზიზიეს მეჩეთი ააშენეს და ააშენონ და ესე იგი ფაქტობრივად ჩვენ გვამუნათებენ და ჩვენ გამოვყავართ აქ და საქართველოს საპატრიარქო გამოყავთ ესე იგი ისეთ მდგომარეობაში თითქოს ის იყოს ობსკურანტი თითქოს ის იყოს ესე იგი არაპატრიოტიც და არ აინტერესებს თითქოს საქართველოს საპატრიარქო და ჩვენ არ გვაინტერესებდეს ამ ჩვენი რა ქვია ჩვენთვის ძვირფასი ძეგლების აღდგენა და ვეწინააღმდეგებოდეთ თითქოს ჩვენ რელიგიური ობსკურანტიზმის გამო კულტურულ ღირებულებებზე უარს ვამბობდეთ. აი ესეთ სქემაში მოახვედრეს, ესე იგი ამიტომ ჩვენი პროტესტი. ამიტომ არავითარ შემთხვევაში ამაზე არ უნდა წამოვეგოთ და პირიქით ჩვენ უნდა დაუპირისპირდეთ ამათ აი ესეთ მუხანათურ, მავნებლურ სქემებს წიგნიერად და ვაჩვენოთ ყველას, რომ სინამდვილეში ამაში არ არის საქმე. სინამდვილეში საქმე გვაქვს რასთან? საქართველოს ხელისუფლება დღიდან მოსვლისა მუდმივად ცდილობს გაატაროს საქართველოს სინგაპურიზაციის პოლიტიკა. ის ცდილობს ააჭრელოს ეთნიკურად, რელიგიურად, კულტურულად საქართველოს, გაანადგუროს აქ ჩვენი ეთნიკური თვითშეგნება და ამას ღიად ამბობენ უკვე, ხომ? უკვე კი რამდენი ხანია ღიად ამბობენ, რომ საქართველოს უნდა გადაიქცეს სინგაპურად. აქტიურად მოსახლეობაში ბატონსოს არის მოსაზრება იმისი, რომ აჭარის, ესე იგი, გათურქება მიდის მასიურად. რა თქმა უნდა, მიდის მასიურად აჭარის გათურქება. თავი რო გავანებოთ იმ ინვესტიციებს, რომელსაც თურქეთის სახელმწიფო დებს აჭარის რეგიონში. გარდა ამისა, იქ მიდის უკვე თურქეთის მოქალაქეების ჩაწერა. რამდენად შესაბამება ეს სიმართლეზე თუ გაქვთ ამის შესახებ 18000 თურქის მოქალაქე არის ჩაწერილი უკვე ეს ძალიან დიდი ციფრია მოგეხსენებათ აჭარისათვის და ეს როგორ ჩამს სად ეწერება ეს აზიზიეს მეჩეთი დიახ ეს აზიზიეს მეჩეთი ზუსტად ამ ადამიანების რელიგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად არის გამიზნული ესე ვთქვათ ხო? ეხი გოდიდგანვე არ შედიოდა. ხაზი უნდა გაუსვათ, რა თქმა უნდა, ჩვენ ისლამს არ ვეწინააღმდეგებით. ისლამ ყველა ადამიანს აქვს თავისი წმენის აღსარებლობის უფლება, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს არის საქართველოს ტრადიციული რელიგია არის მართლმადიდებლობა, შესაბამისად ხელოვნური აჭრელება, ისე რომ ამას არ მოითხოვს არანაირი აჭარის მოსახლეობას, მოგეხსენებათ 140 მეჩეთი და მედრესეა იქ, ხომ და ჯამე. არა, გაცილებით მეტია. მეტია, უფრო მეტია. 140-იც რომ იყოს, ნინო, აჭარაში ცხოვრობს 300.000-მდე ადამიანი და ამისი 20% არის მუსლიმი, ხომ? შესაბამისად 30 დაახლოებით.
30% იყოს, რამდენი გამოდის? 100,000 ადამიანზე მოდის 140-ზე მეტი მეჩეთი და მეტი. ანუ ლაპარაკი იმაზეა, რომ თუ საქართველოს თბილისში 170 სამლოდისა ეკლესია, რომელშიც ცხოვრობს 1,300,000 ადამიანი, ხომ? აჭარის 100,000 მუსლიმისთვის სრულიად საკმარისია ის რაც იქ არის და არავინ არ უშლის არავის რომ თავისი რელიგიური მოთხოვნილება და იქ ეს არ არის ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს არის პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენა და არავითარ თურქეთის სახელმწიფოს ეს მოთხოვნა კიდე ერთხელ ვამბობ, არ შეიძლება კონდეს მის ტერიტორიაზე დარჩენილი ქართული რელიგიური ძეგლების სანაცვლოდ. აი ეს არ შეიძლება მისი აშენების მოთხოვნა რო კონდეს ამის სანაცვლოდ. ეს არის საქართველოს ხელისუფლების, კიდე ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლების შემოქმედება. ეს არის ნამდვილად ასე. იქიდან გამომდინარე რომ თურქეთს არც სომხებისთვის, არც ბერძნებისთვის მსგავსი რამ არ მოუთხოვია. დიახ. ზარი არის პირდაპირ ეთერში, შემოუშვათ მსმენელი, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. მომშვიდობის. რა გამოდის ახლა ჩვენი პრეზიდენტის დედა როგორც თურქოლოგი მე მგონი მაგის გამო არის რომ აჭარაში ასეთი ინსტიტუტი გაახსნა როგორც დღეს თქვენი რადიოდან გაჟღერდა რომ მისი დედა გათხოვილი ყოფილა და რამდენიმე თვეაო ჩამოვიდაო თბილისშიო დაბრუნდაო ანუ დაცილდაო იმ თურქსო მე მგონი იქიდან გამოდის და ეს აქ ინგლისურს უკაცრავს გვტენის ცხვრში და იქიდე თურქული ენაზე არის ლაპარაკი ეს მე მგონი მისი დედის დამსახურებაა რომ ისიც რო ითქვა რომ თურქეთი ჩვენი ისტორიული ის არის მეგობარი ქვეყანა მეორე ის რომ აი ხა თურქეთმა როგორ გაამკაცრა ჩვენიდან ვიზები სამი თვე ნუ იცით ეგ ხა მე არ მოვყვები მაგას და შემდეგი და ჩვენი მუსულმანი ქართველები აჭარლები აი ყველაზე კარგი ის იქნება რომ აი მასიური თუ არა რამოდენიმე ის მაინც იყოს მაგალითი რომ იმათ ქრისტიანობა მიიღონ ანუ მართლმადიდებლობა და პროტესტის ნიშნად დატოვონ მუსულმანური წარწმუნოება კიდევ ერთი რომ თბილისში უნდა იყოს მე მგონი ყველაზე დიდი რეაგირება აი მაგ საკითხთან დაკავშირებით და მარტო საწოდავი საწყალი აჭარელი ხალხი არ შევატოვოთ ამ უბედურებას და კიდევ ერთი რომ რუსეთიდან გამოვედით თუ არა მის სივრციდან თუ გამოვედით თუ არ გამოვეჯერ კიდე საკითხია ესე ისევ დაიწყო ჩვენი ისტორიული მუსულმანთა იმის შემოტევები და შემოსევები მადლობთ მადლობთ თქვენი მოსაზრებისთვის ქალბატონინო თქვენ სტატიაში რომელიც უამრავი სტატია აქვს მისღვნილი ამ თემასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი მათგანი რომელიც ესე იგი რესპონდენტი ბატონი თამაზ დიასამიძე ბრძანდება ის აცხადებს რომ ამ გეგმის თურქ მესვეურებს ბათუმი უკვე ისლამურ ცენტრად აქვს მოაზრებულიო აი ესეთი ფრაზა არის რომელმაც ესე იგი ჩემი ყურადღება მიიქცია თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით და საერთოდ აი ამ თემატიკასთან დაკავშირებით იქნებ უფრო გავშალოთ თემა და შემდეგ ბატონი სოსოც მიმოხილვას გააკეთებს. სვენელია ახლა პირდაპირ ეთერში შემოუშვა სვენელი და შემდეგ გთხოვთ რომ ჩემ კითხვას გასცეთ პასუხი. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონებო. მოგესალმები ყველა გულანთებულ ქართველს და საერთოდ მოქალაქეს. და მე მინდა თქვა ერთამ რომ გავიაზროთ რა რომ ვიღაცა თუ ჩვენ გვიმტკიცებს რომ ეს არის ინტეგრაციული მოვლენები ეს არის ფარული ჩვენი სუვერენიტეტის დაკარგვა ფაქტურად ვიღაცები ამტკიცებენ რომ თუნდაც თურქები შემოდიან ეს არის ეკონომიკური ინტეგრაციული მოვლენებია არა და არა იმიტომ რომ ის სამგებიანი ორგანიზაციები თუ გახსნეს რაღაც გახსნეს ეს სამგებიანია, მაგრამ დროს კი არიან და ეს იყენებენ პირდაპირ სახელმწიფო თურქეთის სახელმწიფო ფულს. ეს არის ეკონომიკური ექსპანსია სამს ხაზგავს. ეხლა სხვა რა მინდა თქვა. 2005-დან ისევ ვიმეორებ რომ მამები ამობდნენ ამას რომ იყო ეს საშიშროება ადრე იყო და ფაქტურად ჩვენი ქვეყანა რომ ისევ დაუბრუნეთ ჩვენს სარწმუნოებაზე ჩვენს გავძლიერდეთ აჭარაში ამბობდნენ იმას რომ ჩვენ მოვიხსენიოთ ყველა იმათი სულები ვინც შეეწირა თავის სარწმუნოებას და სამი საუკუნის განმავლობაში მაინც რჩებოდნენ შინაგან მართლმადიდებლები ამის შემდეგ შეიქმნა ის დიდი ხატი რომელიც არის დასვენებული ზუბალაშვილების ტაძარში ღვთისმშობლის ტაძარში
და მას ქვია ვინ შეეწირა სარწმუნოება, ეს არის დიდი ხატი და მე მინდა ვთქვა რომ ეს და მაშინ მოხდა ახალგაზრდული ესეთი მოძრაობა იყო და ამ სათავეში დაიწყო მამაბაცილემ. ჩვენ დავიწყოთ ჯვრების დასმა გზაზე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით რომ გადავდივართ ტიკეტით მინარე და შეხედებით. ეს ძალიან არ მოეწონა ფაქტიურად ჩვენ ხელისუფლებას და ჩვენ ვიცით რომ იმ გზაზე, რა ქვია, იმ თაზე, რომელიც გზიდან ჩანს, იქ როცა სამრეკლოს ვაშენებთ, ის დაანგრია და იქ ახლა თურქები აშენებენ სხვა რაღაცა. მე რა მინდა თქვა, ჩვენი სიმართლე ჩვენ სწრენაშია. ჩვენ ფაქტიურად იმაზე უფრო უძლიერები უნდა ვიყოთ, როგორც განდონეს დაუშვათ სოლხებმა ჩინელები და არ შევიდნენ იმის მაღაზიაში საერთოდ, მაგრამ ამის გარდა რომ არ შევიდეთ კი არა, ჩვენ დავიცავთ ჩვენი უფლება, ჩვენი სუვერენიტეტი ჩვენა ვარ და არა სააკაშვილი, რომელმაც ყველაფერი გაყიდა და ეხლა მიადგა სუვერენიტეტს და როცა პატრიარქმა თქვა, პირდაპირ თქვა, აი ამ კანონის მიხედვით რამდენიმე წლებში ეს ყველაფერი გამოჩნდება. აღარავინ არ ეკითხება ჩვენ პატრიარქს, ჩვენს იმას სულიერ მამას და ჩვენ ეკლესია რაც არავინ არ ეკითხება და ისინი რასაც უნდა, რამდენსაც უნდა, იმდენს ააშენებენ მეჩეთს, მედრესეს და ყველაფერს და აქედან გამომდინარე ჩვენ დავკარგავთ საერთოდ ჩვენ სარწმუნოებასაც და ჩვენ სუვერენიტეტსაც დავკარგავთ. დიდი მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოების აქტივობას აქვს აი ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა. Skype-ით გვიკავშირდებიან, შემოუშვათ თუ შეიძლება Skype-ის ზარი. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. კიდევ ერთხელ ვწმუნდები, რომ ბატონი სოსო აი იმ გამორჩეულ ადამიანებში, რომელიც არიან მან წინააღმდეგობის მოძრაობაში, კიდევ ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანია. დღევანდელი გადაცემითაც კიდევ მივხვდი ამით. დიდი მადლობა. და რას ვიტყოდი ბატონ სოსოსთან მაქვს ასეთი შეკითხვა და ისა. თქვენ შესანიშნავად მიაგენით იმ ამბავს, აი რაც ხდება აჭარაში. იგივე ხდება ირანთან მიმართებაში თუ დავაკვირდებით. აქ ვიღაცები ცხრებს აბავენ ამ საკითხს, მაგრამ ცხრებთან არაფერი კავშირი არ აქვს. ეს არის ამ ნაც მოძრაობის პატრონების გეგმა, რომელიც მიმართულია აგრეთვე თურქეთისა და ირანის წინააღმდეგად. მათ უნდა შემოიტყუონ აი ამ თუნდაც მეჩეთების აგებით, სხვადასხვა რამე ისინი იტყუებენ შიგნით საქართველოს ტერიტორიაზე ამ ხალხს, რომ შემდეგ გაარყვნით და იმით შესაძლოა მე შიგნიდან ააფეთქონ ეს ისინი, რა ქვია, სახელმწიფოები. რა თქმა უნდა, ჩვენთვის დამპყრობია თურქეთი და ასევე თუ ირანიც, მაგრამ აი ეს არის თქვენ რასაც მიაგენით. ეხლა შეიძლება მე კარგად ვერ გადმოგცემთ, მაგრამ თქვენ კარგად მიაგენით ამ იმას. გასაღებს, ანუ რა ხდება სინამდვილეში. ეს არ იყო მარტო უბრალოდ თურქეთის დამპყრობლური ამოცანები. აქ იმ თურქეთის დამპყრობლური ამოცანებს ამათ შეაგებეს, ანუ ამათ პატრონებმა, ანუ სააკაშვილის პატრონებმა შეაგებეს ის როგორ ააფეთქონ თურქეთის შიგნიდან. დიდი მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. შემოიტყუო შესკენ, მე აქედან დაიწყება მათი გაყნა. დიდი მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. სწორედ ამაზე საუბრობს ბატონი სოსო, რომ დამპყრობლები ამ შემთხვევაში არა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები არიან, არამედ ჩვენი ხელისუფლება არის საკუთარი ქვეყნის და საკუთარი მოსახლეობის დამპყრობელი და დამტერორებელი. ზარი არის პირდაპირ ეთერში, შემოუშვათ ზარი და ქალბატონოსთან უკვე დიდი ხანია ელოდება. უბრალოდ მე ველოდები თქვენს პასუხს. ხალხი არის აღშფოთებული და აქ ფარავს თავის აღშფოთებას და კიდევ კარგი რომ გამოხატვის საშუალება აქვს ობიექტივში მაინც. კიდევ კარგი. თორე შეიძლება აი გასკნენ ადამიანები. ისე არიან აღშფოთებული. შემოუშვათ ზარი, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, სამომშვიდობისა, ბათუმიდან გაწუხებთ მე. დიახ. მე აჭარელი კაცი ვარ. ხოდა დღეს მურმანდუმბაძემ კიდე დაიწყო ხელწერების შეგროვება, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ხელს აწევს, დოკუმენტი შეიქმნა ამის საპროტესტოდ. ასევე თვით აჭარის მუფტი, მუსლიმანების ლიდერი, ვინც იმანაც კი გამოთქვა სურვილი ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს. ჩვენი მთელი ბათუმი და აჭარის მოსახლეობა წინააღმდეგია ზუსტად იმის წინააღმდეგია, რომ ეს თურქეთის პოლიტიკის გატარება და არავითარ მეჩეთთან და მუზეუმთან საქმე არ აქვს ჩვენ. აქა ან თურქეთის სახელმწიფოს კარნახით კეთდება ეს ყველაფერი, ან ჩვენი ხელისუფლების ზაკრული გეგმაა. ჩვენ გვიბიძგებენ, ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ჩაგვაყენეს, რომ ჩვენ გვიბიძგებენ, ესე იგი, მივმართოთ რადიკალურ ზომებს.
ხო და თუ თბილისმა ამ საქმეში აჭარას მხარში არ ამოუდგა, მე მხედველობაში მაქვს ყველა ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკური გაერთიანებები, არასამთავრობო ორგანიზაციები სანამ არ შეიძლება თქვენ წარმოგიდგენიათ ძმებო, რა გააკეთეთ ზეგი, ხელი მოაწერეს და ამის შესახებ საქართველოს მოსახლეობა მარიცის. აი ასეთ რაღაცას აკეთებს ეს ხელისუფლება და ჩვენ კიდე სახლებში ვზივართ, კაცო. და რაც შეეხება თურქების ასე ვთქვათ აქედან მე ახლა სხვა სიტყვა არ მინდა ვიხმარო, მაგენისთვის ბერკეტი არსებობს, ამიტომ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა უნდა გააკეთოს განცხადება, რომ თუ თურქეთი არ დაანებებს ამ თოცავი ანექსიას თავს აჭარაში, ჩვენ უნდა ვაღიაროთ სომხების გენოციდი. ეს იქნება მაგათი წინააღმდეგ უდიდესი ბერკეტი. სხვა გამოსავალი არ არის, ძმებო. საფრთხეშია ქვეყანა, თქვენ დაინახავთ, საფრთხეშია ქვეყანა. დიდი მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის, ქალბატონო. გისხება ჩვენი მოსაზრებები, მინდა უთხრა ბატონს, ზუსტად ამაშია საქმე. მე მინდა გითხრათ მუფთის პოზიციის შესახებ, რომელიც წავიკითხე გაზეთ ბათუმელებში, ნეტ გაზეთა ჯეზე იყო განთავსებული. წაგიკითხავთ ციტირებას მოვახდენ, მე არ ვიცი მოაწერს თუ არა ხელს ჯემალ პაქსაძე მიმართვას, მაგრამ ის ამბობს, მას ეჭვეპარება, რომ არ იცის მიეცემა თუ არა შესაძლებლობა ქართველ მუსულმანებს ილოცონ იმ ნაგებობაში, რომელსაც ააშენებს თურქეთი, თუ ააშენებს. აი ესეთი ფრაზაა, ჩვენ გვინდა მეჩეთი, ოღონდ ეს უნდა იყოს ქართული არქიტექტურით შესრულებული ნაგებობა, რომელიც იქნება არა თურქეთის სახელმწიფოს, არამედ საქართველოს სამუფრთო სამმართველოს დაქვემდებარებაში. ეს უნდა იყოს ქართული, რასაც ახლა ვამბობ, ეს ჩვენი სურვილია და ძალიან მისასალმებელი სურვილია, როგორც ერთი რიგითი ქართველი ვამბობ. საინტერესო დეტალს შეგახსენებთ. 30 დეკემბერს ბათუმის საკრებულო მიიღო გადაწყვეტილება და ესე იგი ზუსტად გეტყვით რამდენი კვადრატული მიწის ნაკვეთი 2901 კვადრატული მეტრი არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა უსასყიდლოდ და აი ზუსტად იმ დღეს გააქტიურდა ესეო აზეზიეს მეჩეთის შესაძლო აშენების თემა და რატომ იცით ეს ტერიტორია რომელზეც მე ახლა გითხარით ბათუმელებმა ის ჩემს კარგად იციან, ვინც გვისმენს, არის თეატრის უკანა მოედანი, სადაც არიან ქართველი გმირები დაკრძალული. მაზნიაშვილის მეომრები იმ ტერიტორიაზე, დაახლოებით იმ ტერიტორიაზე, თავის დროზე იდგა ეს ყბადაღებული აზეზიეს მეჩეთი და ბათუმში რატო გააქტიურდა ეს თემა, მე მასალაც მომამზადე და გამოვაქვეყნე, გაჩნდა ეჭვი, რომ ეს გაკეთდა იმიტომ, რომ ზუსტად იქ დადგან და ააშენონ ეს მეჩეთი. თურქებმა ზარი ეთერში და მე რა სკაიპით გვიკავშირდებიან, მაგრამ აქ კიდევ ერთ პატარა ინფორმაციას წავიკითხავ, აგერ ნიუსი არის, რომ შალვა ხაჭაპურიძე ესეთ განცხადებას აკეთებს, რომ აშშ-ს და ირანის ურთიერთობების გამწვავების ფონზე ირანელები აჭარაში მშენებარე ბინებს ყიდულობენ და საქართველოს სტრატეგიული საპორტო ქალაქში პოზიციებს წინასწარ იმყარებენ. აი ესეთი ინფორმაცია არის. ხო, მოусმინოთ ახლა მსმენელს, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. რაღაც ნიუსური ის არის, ტერორი მიდის რა. გამარჯობა, მოგესალმებით. დიახ, გისმენთ. გისმენთ. ბატონო კოტე და ბატონოსოს ვთქვა, ჩემო ქართველებო და ჩემო გულანთებულო ქართველებო, თქვენ გაგიმარჯვა და თქვენ გენაცვალეთ. ვერთმას იკეთე მოგწი. დაუწიეთ თუ შეიძლება თქვენს იმ საშუალებას რითიც გვისმენთ და ისე ისაუბრეთ რომ შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება ბატონ სოსოსთან. დიახ კი ბატონო. გისმენთ დაუწიეთ ტელევიზორს და ისე ისაუბრეთ. კარგად ვიცით რომ შემოდის ამოდენა საზღვარგარეთიდან შემოედინება ამოდენა ხალხი თურქები, ზანგები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა მაინტერესებს იცი ღმერთმა ქალს რომ მოუყაროს ეროვნული ხელისუფლება სათავეში. აი შემდგომში როგორ წარმოგიდგენიათ რომ პირდაპირ ხისტად გაკრა არ გამოვა მე მგონი და არ იქნება კორექტული ხო? აი როგორ წარმოგიდგენიათ შემდეგში ეს საკითხები, აი როგორ უნდა მოგვარდეს? კი მოგახსენებთ. არა კიდევ გქონდა მოგიკითხვა. ზარი არის კიდევ ეთერში? დიდი მადლობა, კარგად ზონდებოდა დღესაც ეკეთე მოგცეთ. მადლობთ, გისმენთ ბატონოს. ზარი ხომ არა? ზარი არის კიდევ ეთერში? შემოუშვათ მაშინ მსმენელი და შემდეგ
გისმენთ? მოგახსენებთ, არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, მაგალითად რიგი ქვეყნებისა, რომელთაც ამ პრაქტიკას საერთოდ არ აპროტესტებს არავინ, მაგალითად გაერთიანებული არაბთა ემირატები, ხო? დიახ. პირდაპირ უცხოური კაპიტალის შემოდინებისას კაცრად განსაზღვრავენ წესს, რომლის მიხედვითაც მოქალაქე გაერთიანებული არაბთა ემირატებისა უნდა იყოს 51%-ის ფლობელი. ის ხელშეწყობა, რომელიც არის სიტყვაზე იქ ძალიან დაბალია საგადასახადო მონაკვეთი, ბუნებრივია აქვს უცხოურ კაპიტალს, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ დაზარალდეს ადგილობრივი მოსახლეობა. ესეთი. აქედან გამომდინარე, ის წესი, რომელიც მიზნად ისახავს, რაც შემოიღეს ამათმა და ჩვენი ეროვნული აქტივების სრული განიავება გამოიწვია, უნდა შეიცვალოს, რა თქმა უნდა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ არავისი იმით, რა ქვია, არავისი მუქარის ან სხვა ზემოქმედების შიშით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ, რომ ქართული ხალხი გადაიქცეს ბოგანოდ. ეს არის სრულად დაუშვებელი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვებთ ჩვენ იმას და არ უნდა თითოეულ ქართულს მივმართავ, არ უნდა დაუშვათ საქართველოში ეთნიკური სურათის აღრევა. და ისეთი ტიპის სიჭრელის მიღწევა ამ ხელისუფლების მიერ, როგორც არის მაგალითად სინგაპურში. ეს იქნება ჩვენი ეროვნულობის სრული დანგრევა. და ამისკენ მიისწრაფვის ეს ღია იდეოლოგიად გამოაცხადა სააკაშვილმა, ხო? აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია პასუხი. თავარია იყოს ეროვნული ხელისუფლება და იყოს პოლიტიკური ნება ამისად. უამრავი ინსტრუმენტი აქვს სახელმწიფოს თავის ტერიტორიაზე გაატაროს თავისი ინტერესები. ისე, რომ არანაირი საერთაშორისო სამართლის ნორმები არ დაარღვიოს და ამაზე ჩვენ ბევრი გვაქვს ნაფიქრი დამერწმუნეთ და მოგვარდება ისე საკითხი, როგორც საჭიროა. მთავარია იყოს ეროვნული ხელისუფლება და იყოს არა აგენტურა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში, არამედ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და საერთო არჩევანი, რომ შესაძლებელი გახდეს, აი ეს არის მთავარი და ქართულ ხალხს კონდეს არჩევანის საშუალება. დანარჩენი ყველაფერი იოლად მოსაგვარებელია კეთილი ხელისუფლების პირობებში, გულისხმობ კეთილი და ეროვნული და პატრიოტული ხელისუფლების პირობებში. მაგრამ ფიდელ კასტრომ ნაციონალიზაცია გამოაცხადა, არ არის აუცილებელი ესეთი ზარი არის სვენელი ექსტრემალური ღონისძიებები, უამრავი სხვა ინსტრუმენტი არსებობს. არა, უბრალოდ იმ ხალხმა უნდა იცოდეს, ვინც ამ ქვეყანაში, აი ამ არასტაბილურ ქვეყანაში დებს ინვესტიციას, უნდა იცოდეს, რომ ეს ასე არ არის, თლათ ისე არ არის, როგორც მათ სურთ რა. ეს ინვესტიციები, ეს არის სპეკულატური კაპიტალი ძირითადად და ფულის გარეცხვის შედეგად. Skype-ით გვიკავშირდებიან, შემოუშვათ Skype-ი, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. გამარჯობათ. საიდან გვიკავშირდებით თუ შეიძლება, იქნებ გითხრათ და გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობათ ბატონო, მოგესალმებით. გამარჯობათ. დაუწიეთ თუ შეიძლება. დაუწიეთ თქვენს დასასწრებუნვა ბათუმიდან. მე ვარ ასე რომ გითხრათ, ყველასთვის გასაგები რომ იყოთ, ძირძველი ეტარი ზემოთიანი ეტარიდან გახლავთ შემოგარგო. დიახ, გისმენთ ბატონო. მიმდინარე პროცესები ძალიან ცუდად ვითარდება და მამდვილად ჩვენი რო გაჩერებული ვართ და პირველ რიგში ზემდგომი მთავრობა დედაქალაქიდან ეს ძალიან ცუდია, მე მგონი ხვალინდელი დღისთვის კი არა, მომავალი წლებისთვის ძალიან ცუდი იქნება ჩვენთვის. იმდენი აჭარაში, იმდენი მეჩეთია, რომ თითქმის უკვე მოცველებიც უკვე აღარ არის, გამიგეთ, სრული აღნიშნულებით. იმიტომ რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე ახალგაზრდება, გინდა ქალაქში ხო, გინდა მთაში ხო? ზოგი ნაცავით, ზოგი იქით ახლობლობით, ზოგი წმენით, ზოგი ისტორიით უბრუნდება ძველწმენას და ძალიან ბევრია დღესასწაულებზე თუ არა, ისეთ ჩვეულებრივ შაბათ-კვირასაც ვინმეს თუ ინტერესია გაიაროს ეკლესიებში რა ხდება, მიდის ხალხი ინათლება და დამატებითი მე მგონი მეჩეთები აღარა საჭირო, საკმარისია და დიდი ბაზარი კითხვა დასვით, რაში მდგომარეობს თქვენი კითხვა? კეთილი ნებოს და რა ვიცი, ღმერთმა გავამარჯოს, არიან და ილოცავენ. მაგრამ მე როგორც ძირძველი აჭარელი და ღვთის წარმოადგენელი ზემოთიანი აჭარიდან ჩემი ბაბუები, მე მაგალითად ახლა მუსლიმანი ბაბუა მყავდა, ცხონოს ღმერთმა ყოველთვის მეტყოდა, რომ ჩვენი წინაპრებიო, ხო, ჩვენი წინაპრებიო, სადაც მიცხოვრებს ვასწრებთ, აქო გვეუბნებოდა, რომ
ძველი ქრისტიანების სასაფლაოებიო, ძველი ეკლესიები იყო, ნანგრევებიო, ბაბუა ჩვენი იყო და ეს მე გავითავსე ჩემთვის და ეს ვარ მართლმადიდებელი, ჭეშმარიტი ქრისტიანი და ბევრი ადგას ამ გზას და ყველაზე კიდევ სხვა დადგება და მე მგონი აღარა იქ დამატებითი საჭირო იქ მეჩეთები და რაღაცა. მეორეც იქ კიდე ის ეკლესია ხო ეკლესია უნდა აშენდეს იმ ადგილას, იმიტომ რომ გამოურიცხავი ქვები და რაღაცები დევს იქა. ზოგი ძახი იყო რომ ზიად გამსახურდა ძეგლი უნდა დაიდგას იქ მემორიალზე ქვები იწიდგო, მე 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი უნდა დაიდგას და დააშენე. მე მგონი თვითონ ჩვენ ქართველებმა, ქრისტიანებმა ხო გამოვიდეთ და ვთქვათ, იქ გავაშენეთ კარგი დიდი ეკლესია ყველა იმ ხალხის სულების მოსახსენე და რა ვიცება, ვის დღემდე აჭარის შემოერთებისთვის დაიღუპნენ და თავისი ცხოვრება შესწირნენ. ზოგმა ხმალით, ზოგმა ჭკუით, გონებით, ფიქრით. დიდი მადლობა, კარგად. გასაგებია. კიდევ ყავს ფენელი? შემოუშვა თუ შეიძლება, შემდეგი ფენელი გისმენთ? დიახ, გისმენთ. გამარჯობა. მინდა გითხრათ, რომ არც ერთი პარტია, არც ერთი წარმომადგენელი, არც ოცნების, არც არაოცნების, არავინ ხმას არ იღებს არაფერს საერთოდ. და ფიქრობენ მარტო როგორც ჩანს, ესე ვხედავნე, ფიქრობენ მარტო კაბინეტებზე, ჯიპებზე, ასატრინებზე ხასუსვავამას და ასე შემდეგ. და ეს საქართველოს შაგრინის კანივი ვიწროვდება, თუ ჩვენ ხო ვხედავთ ამას, თვალნათლივ ჩანს ეს ყველაფერი, ხო? არავინ ხმას არ იღებს. ერთადერთი ეს არის ეს მოძრაობა, რომელიც ხმალამოღებულია და კაციშვილი ხარში არ უდგა. რას ფიქრობენ ეს კარიერისტები და ეს მართლა აი დამზადებულები რო არიან, რომ ეს ისკუპონ და დაესაკუთრონ რაღაცებს. მე ვარ გაოგნებული, ნუ თუ ამათ ძარღვებში ქართული სისხლი არ არის, რომელიც ამდენი საუკუნე კოდია ჩადებული. საქართველოში არის კოდი ქრისტიანობის. ეს გადამთიელები ვინ არის, რა ხალხია ესა და მაგათ უნდათ ესე იგი არაფერი არ უნდათ გარდა იმისა რომ მოვიდნენ იმაში ხელისუფლებაში. ეს არის უბედურება ხალხო, ჩვენ ამის წინააღმდეგ რაღაცაერად უნდა რაღაცა ამოვიღოთ ხმა, დავდგეთ და რაღაცა ვთქვათ. არ შეიძლება ესე მართლა დეგენერატები ხო არა ვართ არა? დიდი მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. ქალბატონო, თქვენ უამრავი რამე გაქვთ აი ამ საკითხთან დაკავშირებით სათქმელი და იქნებ იცით რა, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არც ერთ ორგანიზაციას, არც საზოგადოებრივს, არც არასამთავრობოს არ გაუკეთებია არანაირი განცხადება. იმიტომ რომ 27-ში გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ ნიკა რურუა შეხვდა თურქეთის კულტურის მინისტრს და სანამ ცენტრალური ტელეარხები გაავრცელებდნენ, დავასწარი რამოდენიმე საათით, ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თურქულ პრესაში გაკეთებული განცხადება გადმომიგზავნა იქაური საგარეო საქმეთა კულტურის მინისტრის, რომ აზიზიეს მეჩეთი ბათუმში აშენდება. შემდეგ გააშუქეს ეს 27-ში ნინოობა დღეს ცენტრალურმა ტელეარხებმა, სააგენტოებზეც დაიდო ეს ინფორმაცია. როგორც ხდება ხოლმე თქვენ ჩემზე უკეთ მოგიხსენებათ, თუ როცა ჭირდებათ, როგორ ეხმაურებიან პოლიტიკური ორგანიზაციები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ამა თუ იმ ფაქტს. აი მაგალითად პრესის ჯიღურების მაპატი პრობლემა როცა იყო, როცა იღებდნენ ერთმანეთს ასრებდნენ განცხადებების გაკეთებაში ძალიან დიდი პრობლემა იყო. მე იმას არ ვამბობ, რომ პრესის ჯიღურების აღება პრობლემებს არ შეუქმნის ქართულ გაზეთებს, დამოუკიდებელ გაზეთებს, მაგრამ თქვენ დალოცვილებო, ამ ხელა პრობლემის წინაშე ვდგავართ. არა მარტო აჭარა, მთელი საქართველო. კაციშვილს სიტყვა არ დაუძრავს. ერთადერთი ადამიანია მურმან დუმბაძე, საზოგადოებრივი ორგანიზაცია ემსახურე საქართველოს თავმჯდომარე და ბატონი დათო რობაქიძე ბათუმიდან, იქაური ლეიბორისტების ხელმძღვანელი. კაციშვილი არ იღებს ხმას. ეს არის მე ვთვლი, რომ დიდი სირცხული. აი ამიტომ ველოდე 1-2 დღე და ხმა რო არ ამოიღეს 31-ში, დავიწყე 30-ში დავიწყე საღამოს გადაგზავნა. ორი კითხვა ჩამოვაყალიბე, ესეთი ფორმულირება მივეცი, ეთანხმებით თუ არა აზიზიეს მეჩეთის აშენებას, თუ ეთანხმებით რატომ, თუ არ ეთანხმებით, რატომ არ ეთანხმებით. აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ ძალას გადავგზავნი ნაციონალური მოძრაობის გარდა, იმიტომ რომ მათი პოზიცია ალბათ იგივეა, რაც არის ნიკა რურუას პოზიცია და დღეს გოკა გაბაშვილმაც გააკეთა განცხადება, რომ პრობლემას ვერ ხედავს და ესე იგი მიმართულება არასწორი
კუთხით წაიყვანა პროვოკაციულად მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ნუ ეხებიან ქართველ ძალიან ცუდად ეხებიან ქართველ მუსულმანებს. ქართველ მუსულმანებს აჭარაში და მთელ საქართველოში მაგაცე უკეთესი პოზიცია აქვს. საღი ისეთი როგორიც უნდა კონდეს ქართველს. ზუსტად ისეთი და აი ამათ აქვთ მოღალატური პოზიცია. აი ესეთი პოზიცია საკუთარი ქვეყანა რო არ უყვართ რა. ხო და ამიტომ გადაუგზავნე ყველა პარტიას დღეს ბოლო გუშინ ვერ შევძელი ეროვნულ ფორუმს დღეს გადაუგზავნე. ხა ველოდები რას მიპასუხებენ. პირველ რიგში მიმართე ქართულ ოცნებას. ძალიან საინტერესოა ჩემთვის მათი პოზიცია. არა რომელიმე მათი ლიდერის პოზიცია, რა სიტყვის, არამედ მთლიანად ორგანიზაციის პოზიცია და მოუთმელად ველოდები ასევე ალასანიას პარტიას, რესპუბლიკელებს, ახლებს. ნუ რესპუბლიკელების პოზიცია მართლა საინტერესოა. ეგება და პოზიცია შეცვალეს. ან მაინტერესებს თუ იგივენაირად ფიქრობენ, რატომ ფიქრობენ, თუ პრობლემას ვერ ხედავენ, იქნებ ჩვენ ვართ არასწორი, ვინც ხედავთ პრობლემას. არა, ნინო, აი აი საინტერესო რა ხარ. ხო არის ალიანსი. უნდა დაასაბუთონ გამოხატონ თავიანთი პოზიცია, გასაგებია ყველასთვის. ახლა რას ნიშნავს ალიანსი? არა, მე ალიანსის პოზიცია არ ვიცი. ჯერ ალიანსი ესე ოფიციალურად რაღაცა სახელი არ ქვია და არ ვიცი ვისთვის უნდა. მე მიმართე ქართულ ოცნებას და ცალ-ცალკე იმ პარტიებს, რომელიც ამ ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობს. ახალ მემარჯვენეებს, რა ვიცი, ყველა პარტიას აბსოლუტურად და ველოდები მოუთმელა და აი იმ წუთსვე დავიწყებ ჩვენ საიტზე მასალების დადებას, როგორც კი პასუხები მომივა, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი პასუხი არ მაქვს. ეხლა რაც შეეხება, თუ შეიძლება ძალიან მოკლედ ვიტყვი. თქვენ თქვით, რომ არ მგონიაო, რომ ეს იყოსო თურქეთის პოზიციაო. მეც ძალიან დიდი ეჭვმეპარება და ზუსტად რო გამერკვია მე როგორც ერთ რიგით ჟურნალისტს თურქეთის პოზიცია. ნუ რა უნდა მექნა? მივმართე თურქეთის ელჩს 6 კითხვით. ეს იყო 2010 წლის 30 ივნისი მივედი იქ საელჩოში და პოსტითაც გავგზავნი და ეგ ყუთშიც ჩავაგდე. და მე 8 ივლის ესე რეკავდი და როგორც იქნა 8 ივლის ელჩის მდივნისგან ქალბატონ ნინოსგან მივიღე ესეთი პასუხი რომ ელჩს ამ თემაზე საუბარი არ უნდა და რომ უმჯობესია მიმართო საქართველოს მთავრობას და პასუხებიც მათგან მივიღო. ჩემი კითხვები ეხებოდა კითხვებს რომელსაც ახლა აღარ წავიკითხავ, ნუ რა ეტაპზეა მოლაპარაკება, ვინ არის ჩართული და ისა რა ქვია თქვენი ინიციატივა იყო, თუ ვისი ინიციატივა იყო, თუ საქართველოს მთავრობის. რატო გავხდი იძულებული ქართველი ჟურნალისტი მიმემართე თურქეთის ელჩისთვის? იმიტომ რომ ესენი დღემდე ასაიდუმლოებენ იმ ხელშეკრულების შინაარსს, მხოლოდ მათ მიერ ნინო კალანდაძის, ნიკა ვაჩეიშვილის, ნიკა რურუას მიერ გაკეთებული ესეთი საჯარო განცხადებებიდან ვიცით ამ ხელშეკრულების შესახებ. საიდუმლოა დღემდე საგარეოსაც მიმართე წერილობით, მათ მომწერეს და ამისაბუთეს რომ კანონით არ აქვთ უფლება ესე დეტალები მომწერონ ამ ხელშეკრულების. აი ახლა გუშინ წინ ძალიან დიდი ბოდიში რომ მივმართე ესე ვლაპარაკობ, მაგრამ აი ჩემ და სამწუხაროდ და ჩვენ და სამწუხაროდ ამას არ აკეთებს 2, 3 და 10 ჟურნალისტი. გამოდის ისე რომ ვაკეთებ მიაკ და ბათუმში TV25, რომელიც აი ესე მთელი ამ წლების განმავლობაში როგორ თქვა, თანმიმდევრულად აშუქებს ამ პრობლემას. ისევე როგორც მე იმ მედია საშუალებაში, სადაც მუშაობდი, თქვა, ვიყავი პრესაჯეში, შემდეგ ვარ აქ და სადაც ვიქნები და როგორც ვიქნები, ყოველთვის თან მივყვები, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ეს არის ჩემი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრობლემა. და აი ახლა 31-ში ისევ მიმართე საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამოვითხოვე საჯარო ინფორმაცია და რაზე იცით, ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, ჯერ ამაზე არ გვისაუბრია. ესენი თავიდან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს იყო საერთაშორისო ხელშეკრულება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და საუბარი იყო 4 პუნქტიან რაღაც ხელშეკრულებაზე. 4 ძეგლი იქეთ, თურქეთის საქართველოში უნდა აღმდგარიყო და 3 აქეთ უნდა გაკეთებულიყო, რესტავრაცია უნდა ჩატარებოდა 3 და 1 უნდა აშენებულიყო ბათუმში. ახლა დაუკვირდით რა ხდება. 27-ში ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 26-ში ანკარაში თურქეთის კულტურის მინისტრმა და საქართველოს კულტურის მინისტრმა ილაპარაკეს და შემდეგ დაბრუნდა ბატონი მინისტრი და 20 ისა რა ქვია, აი აგერ გუშინ სააგენტო ინტერპრეს ნიუს მიცა ესეთი კომენტარი განცხადება, რომ უახლოეს დღეებში მემორანდუმს მოვაწერთო ხელსო
და დაიწყებაო მისი განხორციელებაო და უკვე 4 წელზე აღარ არის ლაპარაკი. არავინ არ, ინტერპრეს ნიუსმა არ კითხა. მე არ მაქვს საშუალება რამდენჯერ მემორანდუმს თურქეთის. არა, მემორანდუმზეა უკვე ლაპარაკი და არა საერთაშორისო ხელშეკრულებაზე და ამიტომ სად ჩატარდება ეს მემორანდუმი? მემორანდუმზე ხელმოწერა ეხა ანკარაში გაიმართება, ბათუმში თუ თბილისში, მაგას რა დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ იქ წერია უკვე 2 ძეგლზეა ლაპარაკი, ოშკზე და იშხანზე, იქეთ და აქეთ თბილისსა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებაზე და რაბათის კომპლექსი არის მოგეხსენებათ ახალციხეში და იქ არის ხა მუზეუმი და იქ მიმდინარეობს სხვათა შორის რემონტი და როგორც მე ვიცი ხელმძღვანელობს ვანო მერაბიშვილი ამ რემონტს ეს დამიდასტურა იქაური მუზეუმის დირექტორმა მე ვთვლი რომ ეს არის კარგი რაც კეთდება იმიტომ რომ ქართულ მუზეუმს და ქართულ ძეგლს თუნდაც ის მუსულმანური იყოს რემონტი უნდა გაუკეთოს ქართულმა მთავრობამ და მიუხედავად იმისა ის ჩემთვის მისაღებია თუ არა ეს მთავრობა ქართულმა უნდა გაუკეთოს რემონტი ესე ვთვლი და აი ანუ 2 ძეგლზეა უკვე ლაპარაკი კვირიკეს ჯამეს გარემონტება და ადიგენში მხარჯავის მეჩეთის რემონტი და იქით 4-თა და ხანძთა ამოვარდა ამ ხელშეკრულები და საერთოდ რას აკეთებენ ვერ ხვდები ამიტომ მიმართე საგარეო საქმეთა სამინისტროს დღეს გუშინაც ვიყავი დღესაც მივედი ტელეფონით ვესაუბრე იურიდიულ დეპარტამენტში და მითხრეს რომ სხვადასხვა დეპარტამენტებს გადაუგზავნეთ თქვენი კითხვა და უახლოეს დღეებში მიპასუხებენ ისინი, ზოგადი პასუხი იქნება, მაგრამ პასუხი იქნება ყოველთვის მსხვილმე კულტურის სამინისტრო ამაზე პასუხებს და აი აქედან შევიტყობთ ეს რა არის, აღარ არის ხელშეკრულება საერთაშორისო მემორანდუმი რატო გახდა, რატო შეიცვალა ეს პირობები და საერთოდ რა ხდება, ალბათ უახლოეს დღეებში შევატყობინებ ჩემს მკითხველს. ჩვენ მსმენელი ყავს და არ არის გასულია. მე შევახსენებ ჩვენს მსმენელს, ვინც ამჟამად შემოუერთა ჩვენს რადიო სიხშირეს, რომ ეთერშია ობიექტივი FM 105-დან 0-ზე. ეხლა რაც შეეხება აი ამ პოლიტიკური პარტიების აქტივობას ამ საკითხთან მიმართებაში. აქ მე ვფიქრობ, რომ არა მარტო პოლიტიკური პარტიები უნდა იყოს ჩართული. რა თქმა უნდა, საზოგადოების აქტივობას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია საპატრიარქოს პოზიციას. პოზიცია გასაგებია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პოზიცია პოზიციისთვის, ეს უნდა იყოს რაღაცა ცოტა აღშფოთებას უნდა გამოხატოს ჩვენმა საპატრიარქომ, მე ასე ვფიქრობ. ჩვენმა საპატრიარქომ არაერთხელ გამოხატა აღშფოთება ბატონო კოტე, მაგრამ ვინ უსმენს საპატრიარქოს? იცით რა არის ახლა მსმენელია შემოუშვათ მსმენელი და შემდეგ ვისაუბროთ არა ნაკლები თემა არის ის, როდესაც ჩვენ გუშინ გავიარეთ საპატრიარქოს წინ მე და ბატონმა სოსომ და იქ ჩვენი თვალით ვნახეთ თუ რა ხდებოდა უზარმაზარი კაზინო დგას ზუსტად საპატრიარქოს წინ გვერდით და ეს არ არის მარტო კაზინო, ეს არის კაზინო ბორდელი, რომელიც აშენებული არის საპატრიარქოს წინ და ამასთან დაკავშირებით მის წინ კიდევ ბუდაბარი შენდება, აგერ იმელის შენობის გვერდზე კამასუტრას უზარმაზარი ესე იგი მონუმენტი დგას, რაღაც დირიჟაბლის ფორმა აქვს, სადაც ესე იგი ესე რომ ვთქვათ პოზები არის გამოსახული, აი ამ არ ვიცი იდეოლოგიური ცენტრია ალბათ იქ და უზარმაზარი კიდევ ასეთი ერთ-ერთი რიგითი ბორდელი შენდება, აქედან გამომდინარე ამ ქვეყანას არ ვიცი რას უშვება ეს ხელისუფლება, მსმენელი ყავს და აი ამ ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ და აქ უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ აღშფოთება ერთია რა, მაგრამ მნიშვნელოვანი არის აი ამ სასულიერო პირებიდან გამომდინარე საპატრიარქოს პოზიცია უნდა იყოს ძალიან ისეთი შეიძლება ბოდიში მოვიხადო და გიპასუხოთ სანამ ჩართავთ არა მარტო მკვეთრი უნდა იყოს ეს კი აუცილებლად ეს უნდა იყოს მოწოდე აქ არის საპატრიარქოს წარმომადგენელი და ამიტომ თუ შეიძლება გიპასუხებთ თქვენ თვითონ გადაცემის დასაწყისში წაიკითხეთ პატრიარქის წერილი არაერთხელ მე აქ მაქვს სპეციალურად შემოვიტანი ჩემი კომპიუტერი აქ მაქვს ყველა განცხადება რომელიც გაავრცელეს ამ თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პატრიარქმა მიმართა ოფიციალური წერილით ერდოღანს მიმართა 26 სექტემბერს ქართულ ძეგლებთან დაკავშირებით. ეხლა მიგაფონს ხომ არ დაიჭერენ სინოდის წევრები ან სასულიერო პირები და რაც შეუულიათ ისინი ამბიონიდან აკეთებენ განცხადებებს. მეგაფონზე არ არის საუბარი, მაგრამ აღსარების შესაძლებლად რომ მივლენ აი ეს კუბლაშვილები და ეს რომ ვინც დადის იქიდან, გამიგო კვერთხი უნდა თლიშოს თავში. მეგაფონით კი არ უნდა ესაუბროს. ჩემი პოზიცია ასეთია. ზარი არის პირდაპირ ეთერში, მე ჩემი მოქალაქეობრივი აზრი გამის დავაფიქსირე, მე მაქვს ამისი უფლება. ბუნებრივია. ხო, და არ არის მაგრამ მეთვლი რომ სწორი არ არის კვერთხის თავში ჩატყმა. სწორი ბევრი რამე არ არის სწორი, მაგრამ არა წმინდა ნიკოლოზ სასწავლო მოქმედსაც კვერთხი აქვს ჩარტყმული მოგეხსენებათ ეს ცნობილი ამბავი არის, აქედან გამომდინარე ესეთი რაღაცეები შეიძლება.
ნუ იტყვით იმას რომ არ შეიძლება ხო და ის კი არა უნდა განიკვეთოს და უნდა მოშორდეს აქედან და არ უნდა იყოს ის რა ქვია აი ესეთი ვაჭრობისაგანი და არ არის ეს ხალხი შტერი და ყოველდღე რო სილას მილაწუნებდა მის დილას და საღამოს რო ბოდიშს მიხდი ხო ეს ბოდიში უკვე ნამეტანია რა და ანალოგიურად აქედან გამომდინარე შენ სიმსილის ღირსი ხარ ყოველდღე რომ და საღამოს ბოდიშს მიხდი და მე კიდე მიმტევებელი ვარ და ჩემი ქრისტიანული მორალიდან გამომდინარე და სარწმუნოებიდან გამომდინარე ამას ყველაფერს გპატიობ მე ეს არ მიმაშნია ქაბატონოს მართებულად აქედან გამომდინარე ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს აი ესეთ ფაქტებთან დაკავშირებით საპატრიარქო წირო ბორდელს გასინდა კაზინოს რო გასინდა ხმას არავინ არ იღებს ამაზეა საუბარი როგორ არ იღებს ხმას მოდი სმენელი შემოუშვათ და შემდეგ გავაგზავნოთ საუბარი გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ შემოუშვათ სმენელი სამოუშვიდობისა დიახ გისმენთ ბათუმიდან გირეკავთ გისმენთ ბატონო ჩვენ ვადევნებთ თვალს ყველა თქვენს გადაცემას და ძალიან ვწუხართ იმის გამო რაც ხდება აი აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებით შარშან ზუსტად 27 იანვარს ტაძარში გაისმა ხმა ამბიონიდან რომ ამ დღეს თუ ეს მოხდება და ფუნდამენტის გაჭრა დაიწყება ყველა ქართველი აი იქ უნდა იყოს და არ უნდა ჩავჭრეთ არ უნდა იცოცხლოთო ასე იყო მოწოდება ერთ-ერთი ღირსეული მამაოს ეგ ბათუმში ხდება ბატონო ჩემო მე იყო ზაფხულში მე რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შეჩერდა და ჩვენ აქცია მოეწყო რა თქმა მურვან დუმბაძის ასევე იყო ნიაზ ბოლკვაძე და დანარჩენი ძალიან ცოტა ხალხი იყო ცუდი ამინდი იყო ახლა კვლავ ეს აბსოლუტურად რა ვიცი აი ესეთი მიმართულება მიიღო რომ ეს ამ საშიშროების წინაშე დადგა მარტო ბათუმი კი არა მთელი საქართველო ჩვენი თხოვნა არის რომ კვლავ მოხდეს ამ აქციის გამართვა როგორმე ბათუმში და ამას შემოერთდეს ალბათ კი არა შემოერთება მთელი საქართველოს მართლმადიდებლობა და არა მარტო მართლმადიდებლობა მე თვითონ ხულოდან გახლავართ ვიცი რომ როგორი სულისკვეთებაა იქაც ძალიან გთხოვთ რომ ერთხელ მაინც როგორმე მოაწყოთ ეს აქცია რა თქმა უნდა თქვენ იმიტომ მოგვართავთ მაგას ბატონი სოსო მანჯავი და წინააღმდეგობის მოძრაობა ყველაზე მეტად ობიექტური ამ შემთხვევაში აი დიდი სურვილია ჩვენი ძალიან გთხოვთ ჩვენ მთელი ბათუმი და არა მარტო ბათუმი დავდგებით იქ სადაც უნდა იყოს ყველა ქართველი დიდი მადლობა მსმენელია მეორე მსმენელი და შემდეგ აი ასეთი აქციების შესახებ იქნებ თქვენ ბატონო სოსო ისაუბროთ გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში გამარჯობათ აი გუშინ თქვენ რადიოში გამოვიდა ეს მილიონერ დავითაშვილი და მაყურებელმა შეეკითხა მეჩეთზე აზერბაიჯანსია თუ ისეო და მაგრამ თქვა რომ მე ვარზია წინააღმდეგი არ ვიქნებიო რაც უნდა უქნია თვალშენო ვენცოლი აი ესეთი კი საწეთხო დავითაშვა მე წინააღმდეგი არა ვარო არჩენო რაც უნდა თურქემო აზერბაიჯანია თუ რაც არისო ასე თქვა მართლა? თქვენ უსმინეთ, მე არ მისმენია უკაცრავად. 100%, 100% განაცხადა. არა, ჩვენ საიძე დევს მე შემილია ამის ნახვა უბრალოდ. აი ამაშია საქმე. გისმენთ ბატონოს? აი ამაშია საქმე. ქალბატონს დარეკა ქალბატონმას და მართლაც ისაუბრა რომ მართლა საოცარი აღათასძილი იჭირს ჩვენს საზოგადოების დიდ ნაწილს სამწუხაროდ. ახლა ის რომ იქ აზიზიეს მეჩეთი შენდება და იქ რაბათის გარემონტება უნდათ თუ რესტავრაცია და იმ ხარჯავის ეს რა არის ესე იგი ჩვენ რას გვეუბნებიან რომ თურქეთის ბატონობა არის კარგი, იყო კარგი, ისი ჩვენი ისტორიული მეგობარი იყო, ამაზეა ხო ლაპარაკი. და რომ ის ტერიტორიები რომელმაც თურქეთმა მოგვტაცა ჩვენი ცივილიზაციის ცენტრი მოგეხსენებათ სწორედ იქ არის ეს თურმე კარგი ყოფილა და ის კი არა რომ კარგი ყოფილა, არამედ ჩვენ უნდა წავახალისოთ როგორც სახელმწიფო თურქეთის ექსპანსია ჩვენს ქვეყანაში. ამას გვეუბნება ეს ხელისუფლება და ვინც ამას არიჯერებს, მისთვის მზად არის ხელკეტები, ციხე და ეკონომიკური და პოლიტიკური რეპრესიები. აი ეს არის. ეს ხელისუფლება ასაკეთებს, ეხლა მოკლედ რომ ვთქვათ, კულტურულად და ეკონომიკურად ასუსტებს სახელმწიფოს და ხსნის ყოველგვარ ბარიერებს სხვა სახელმწიფოების ექსპანსიისათვის. აი ეს არის ეკონომიკურ დასუსტებაში მე ვგულისხმობ ბიზნესის ტერორს,
როცა ქართულ ბიზნესს არ აქვს საშუალება, ესე იგი, გაძლიერდეს და დაჯგუფდეს და ეროვნული ინტერესები გამოხატოს ერთის მხრივ, კულტურულ აგრესიაში გულის, კულტურულ პოლიტიკაში გულისხმობ იმას, რომ ყოველგვარ ეროვნულს და ეროვნულობის გამომხატველ ყოველგვარ ინსტიტუციას ხელისუფლება დღიდან მოსვლისა ებრძვის, გავიხსენოთ რა უქნეს მათ უნივერსიტეტს, წერალთა კავშირს, ყველა ამ ინსტიტუტს და მეორე ხრივის ყველა შლიუს კულტურული სხვადასხვა სახელმწიფოების ექსპანსიისათვის. მაგალითად, აი ქალბატონმა დარეკა გადაცემის დასაწყისში 3 საათი მიმდინარეობს ტელევიზიით თურქული სწავლება იმ ფონზე, როდესაც ენის პალატა მაგალითად გაუქმებულია და ქართული გადაქცეულია რაღაც სუროგატად ამ ხელისუფლების ხელში. და რომ სადაც ჩვენ ვართ სახელმწიფო, სადაც პირდაპირ უკვე უცხო ენაზე წერია, მაგალითად თურქულად წერია, გზაზე ვხედავ ჩვენ ამას, დასახელებები იქნება სასტუმრო მაღაზიები თუ რესტორნები და ასე შემდეგ. და ეს მიზანმიმართულად და შეგნებულად კეთდება, ხო? აი ეს ვითარება და ბუნებრივია, როდესაც ამაზე რეაგირება არ აქვს პოლიტიკურ ძალას, ან და დაუშვათ აქვს ისეთი ბრიყული რეაგირება, რომელზედაც ბატონმა ბრძანა, მე არ ვიცი, ახლა ამას ვნახავ არქივში, მე არავითარი უფლება არ მაქვს არვენდო მსმენელს, მაგრამ ამას ვნახავ და თუ მართლა ასეთი რამე ნათქვამი აქვს მას, აი დამერწმუნეთ, რომ პირადადაც ვნახავ მას, ალბათ, რომ მექნება ამის ბედნიერება და ნუ საჯაროთაც წინასწარ ვამბობ, რასაც ვიტყვი, რომ ეს არის ღალატი, პირდაპირი ღალატი და ამისთანავე მოღალატეები მე ჯერ არ შემიმოწმებია, თუ ეს მან თქვა, ეს არ არის პოლიტიკური პოზიცია. ეხლა ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ნორმალურ აზროვნებას, დაუბრუნდეთ ნორმალური აზროვნების სტილს. ეხლა რას ნიშნავს აი ჩვენ რო ვილაპარაკეთ ალიანსის პოზიცია რო ვთქვი მე, აუშვათ რესპუბლიკელებს აქვს ცნობილი პოზიცია აზიზიას მეჩეთთან დაკავშირებით. ჩვენ ვამბობთ რომ აზიზიას მეჩეთის ვინც უჭერს ხარს ის არის მოღალატე საქართველოს ინტერესები. პირდაპირ ვამბობთ. და თუ ეხლა რას ნიშნავს ეხლა მაგალითად ყორღანაშვილმა რო გაყიდა სიმონ მეფე ეს მისი პოლიტიკური პოზიცია იყო? გეკითხებით მე. ბატონო, მე როგორც მახსოვს და თქვენს გახსოვთ ალბათ, გასული წლის 23 მარტს იყო აქცია ბათუმში, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ და იქ ხელმოწერები მემორანდუმი თუ პეტიცია რაღაც დოკუმენტი შეიმუშავეს და გადაცეს საკონსულოს. აი 28 რიცხვში მურმან დუმბაძე ზუსტად მაგის გამო გარიცხეს პარტიიდან. ანუ ეგენი ეწინააღმდეგებოდნენ აი ესეთი ფორმით წინააღმდეგობას აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის bastan დაკავშირებით, თორე თავად აზიზიეს აშენებაზე რა პოზიცია აქვთ, ეგ დაზუსტებით მაგის თქმას ალბათ შევძლებთ 2-3 დღეში ალბათ გვიპასუხებენ. მურმან დუმბაძემ მე პირადი შეხვედრისას მითხრა და ცნობილია ეს მთელი ბათუმისთვის და აჭარისთვის და ჩვენ ნუ ვიქნებით უფრო მეტად დიპლომატები, ვიდრე დიპლომატია ჩვენგან მოითხოვს, მე მგონი, ზოგადად ეს მე დარგი. იქ ყველა მიცის რომ მურმან დუმბაძე გარიცხული იქნა პარტიიდან იმის გამო, რომ ის ეწინააღმდეგება აზიზიეს მეჩეთის აშენებას და გარიცხული იქნა მათ მიერ, ვინც ამ მეჩეთის აშენებას არ ეწინააღმდეგება. ეს მარტივია ძალიან, მე მგონი. და აქედან გამომდინარე ის პოზიციაც უცვლელი იქნება. ისინი კვლავ არ შეეწინააღმდეგებენ. ცალსახად არ ვთქვამთ, როგორც მახსოვს, რომ კარგი. ცალსახად რომ ეთქვათ, კარგი იქნებოდა. საქმე ის არის ორსახოვანი და 1000-სახოვანი იანუზებია უბედურება. ეგ არის გაკვირით, მაგრამ პოლიტიკა არის მსმენელი ყავს, Skype-ით ვიკავშირდებიან, მოვისმინოთ საზოგადოების აზრი. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, ეს გაკვირით რა ქართველებს გამარჯობა. დიახ, გისმენთ. ამ მეჩეთის თაობაზე ბათუმიდან გაწუხეთ. დიახ. მაინტერესებს მენელი საპატრიარქო რატო არ აკეთებს არავითარ გამცხადებებს? ეს ერთი და მეორეც ბატონ კობა დავითაშვილს მე გუშინ მოსვინე ეს შეკითხვა მე დავუსვი და მან პირდაპირ განაცხადა რომ ის წინააღმდეგი არ არის თუ აშენდება მეჩეთი მე ბატონ კობას ვურჩევ სახლში წაიყვანოს ისინი და სახლი ექნება დიდი ან ეზო და იქ აშენებინოს და თან მეორე მსმენელია ვინც ამას ადასტურებს აი პირდაპირ ეთერში ვეუბნები წაიყვანოს სახლში და თავის საკარმიდან ნაკვეთში აშენებინოს მეჩეთი და თუ გინ ბუდაც აშენებინოს იქ და ეკლესიაში აღარ შევიდეს მაგის. მადლობა. დიდი მადლობა, როგორც ჩანს, მე მეორას მე თქვენ რა უფლება მაქვს არ ვენდო, აი ვეთანხმები აბსოლუტურად. მეც იგივე რჩევას მივცემდი
და აი ესეთი პოლიტიკური სიბრიყვე, ასე ვთქვათ, ღალატზე რო აღარაფერი ვთქვათ, ნუ უყავს საქართველოს უკვე რამდენი საუკუნეა და აგერ ბოლო 20 წლების მანძილზე ხომ აი ეს ფეიერვერკია მართლა უკვე ამ მოქმედებებისა, რომელმაც მიგვიყვანა იქამდე რომ ყავს აი ეს ხელისუფლება და რომელიც ღიად გვეუბნება, თვალებში გვიყურებს და გვეუბნება, რომ თურმე საქართველოში უნდა სინგაპური ააშენოს და ამისთვის ის ყველაფერს აკეთებს და ერთ-ერთი კომპონენტი ამ ესე იგი სინგაპურის მშენებლობისა არის ზუსტად აი ეს აზიზიების მშენებლობა. ანუ სააკაშვილის ესე იგი ამ მახინჩი მხედვაში და მისი ამ გუნდის გოკა გაბაშვილის თავისუფლების ინსტიტუტის ამ ბარტყების, რომელიც დაფრთიანდნენ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიებისა და ქართველი მოღვაწეების სიბრმავის პირობებში და მოიყვანეს აქ ეს კაცმოძული და ქართველთმოძული ხელისუფლება, ამათ მახინჩ ხედვაში საქართველოს განიხილება არა როგორც ჩვენ თვალში განიხილება, ხომ? და როგორც ვიცნობ ჩვენ და რაზეც შეიქმნა საერთოდ მთელი კულტურა, ჩვენი კულტურა. ასეთი იდენტობა კი არ არის, არამედ საქართველოს განიხილება როგორც ეთნიკურად, რელიგიურად, კულტურულად აჭრელებული ქვეყანა, სადაც დომინანტი ქართველი ხალხი კი აღარ არის, არამედ გაურკვეველი კოსმოპოლიტური აზროვნებით დაასნებოვნებული პოლიტიკური კლეპტოკრატები, რომლებიც ბრმად ასრულებენ თავიანთი ამ შემკვეთების იმას პოლიტიკურ შაბაშს. ამის მართვა უფრო ადვილია. აქ რა თქმა უნდა მართვაც ადვილია და ეს არის გარკვეული საერთაშორისო ძალების ხედვაც და მათ შორის იმ ძალების ხედვა, ვისაც უშუალოდ ინტერესები აქვს ჩვენ ტერიტორიაზე. აი ამაშია საქმე. ჩვენ ეს პოლიტიკური ისე რა ქვია, პოლიტკორექტულობის ქსენი უნდა დავამარცხოთ, რომ აი არ თქვათ ახლა ჩვენ ის რაც არის. პირდაპირ ღალატს აქვს. ადგი ღალატობენ საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატთან გვაქვს საქმე. ხელისუფლება არის მოღალატე, რომელიც პირდაპირ ახორციელებს ამ გეგმას და უკვე იმდენად დაასუსტა ქვეყანა, რომ აღარ ეშინია ქართული საზოგადოებრივი აზრის საერთოდ, იმიტომ რომ მას აღარ წამს. ხო თქვენს პირდაპირ თქვა, ხო იმან კაცო გიგა ბოკერიამ, რომელიც უშიშროების საბჭოს მინისტრია, რომ ქართველი ხალხი წელში გადავამტვრიეთ. პირდაპირ თქვა, ხო? კიდე გაერთხელ ციტირებას გავაკეთე, ფრუსტრირებული ბიომასაო, რამიშვილმა თქვა, ხომ? ეს თან ტაბულაში თუ რომელიღაც ჟურნალში დაწერა, ფრუსტრირებული ბიომასა სახლებში შებრუნდაო. და იმან ლატინინა რო ყავთ აქ ისა რა ქვია ეს ქვაზე დახატულ ეშმაკს რო გავს ამათი მიშას აპოლოგეტი ხო მრჩეველი აი ის იმან თქვა რომ სააკაშვილი მიშა პირილამილ გრუზინსკი ნაროდ აკ კალენაო ანუ მუხლებზე გადაამტრიაო ქართველი ხალხიო ამასთან გვაქვს საქმე და ახლა ჩვენ თუ ამას ვერ დავინახავთ ხომ ჩვენი ბედი იქნება ძალიან ცუდი არავის არ უნდა აქ იმ კასანდრას მდგომარეობაში ყოფნა დამერწმუნეთ მე სულად არ მიყვარს საერთოდ ცუდი ამბების მაცნე ვიყო და დაუშვათ საყვირი ხომ პირიქით არა ჩემ ხასიათში ეს საერთოდ არ შედის მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ თვალები დავიბრმავოთ ჩვენ და ვერ დავინახოთ რომ დაუშვათ ორ სულაში და სამ სულაში რა ბედი გველოდება არაერთ გზით გვითქვამს რომ აი ესე მოხდება თუ ესეთ ნაბიჯებს გადადგავს პოლიტიკური ოპოზიცია ნუ იზამთ იმას რომ ესა თბილისი მაგალითად თბილისის არჩევნები 30% 50%-იან ბარიერს ნუ დათმობთ მაგალითად ერთიანი ის კანდიდატი დააღიან წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისს აიღებენ და მე რას გააკეთებენ მეთქი ამას ნახავთ თქვენ თვითონ თქო ხო სულ ამას ვეუბნებოდ არამედ ვინც ჯანსაღად აზრობს არა მიულოც ეს მაინც რეალურად ასეც მოხდა და იმის მერე გაიშვეს ხო არ დავიცავით ჩვენი ხმები 2008 წლის იანვარში ხომ ვითომ ამერიკის შიშით და რაღაცებს სიცულელეებს რო ამართლებდნენ 300,000 ადამიანი იყო გამოსული და თავის არჩევანს იცავდა ხო იქ არ დავიცავით დავკარგეთ ტერიტორიები წავყევით ხელისუფლებას თბილისის არჩევნებს დავკარგეთ თბილისი და მივიღეთ უამრავი დაღუპული და გაუბედურებული ადამიანი ახლა კიდე დავთმობთ იმას ხომ ახლა კიდე იგივე მიდის კონსტრუქციული არ გამოვიდეთ გარეთ ასე ვქნათ ისე ვქნათ აგერ ხო ხედავთ რასაც შვებიან და კვლავ ახალ მილოცვებს მივიღებთ ამიტომ თხილად უნდა ვიყოთ და გამოფხიზდეთ მართლა ბოლოს და ბოლოს რა საღათაზილი დაგვემართა ამ ქართველებს ეს სრულად წარმოუდგენელია ზარი არის გვიკავშირდებიან Skype-ით ტიპი არის ყვარყვარი რასაც უნდა იმას აკეთებს რა გისმენთ თქვენ პირდაპირ ეშურეთ აი ესეთი არაკორექტული ვარ ხანდა მოგესალმებით მე ერთი რამ მინდა გითხრათ რომ ევროპაში დაშვებული არის საერთოდ მეჩეთების მშენებლობა მაგრამ ეს არის განსაზღვრული
იმითი თუ რამდენი მოსახლეობა ცხოვრობს ამ თუ რეგიონში. მე ამით იმის თქმა არ მინდა რომ საქართველოში აუცილებლად აშენდეს უამრავი მეჩეთები. მაგრამ იმ ქვეყნებში სადაც ეგრეთ ვთქვათ ჭალებში დემოკრატია სუფევს, იქაც კი განტოული რაოდენობის მეჩეთებს აშენებენ. იქ სადაც იმ ქვეყანაში სადაც მე ვცხოვრობ, აქაც უკვე აიგრძალა ნიდერლანდებში უკვე აიგრძალა მეჩეთების აშენება, იმიტომ რომ იმდენი ისეთი რაოდენობით და ისეთი სისწრაფით აშენებდნენ განტოული ბოლო 10 წლების განმავლობაში, რომ მოსახლეობა თვითონ კიდრი მოსახლეობა შეტუხდა ამით და ფაქტიურად დღეს უკვე აკრძალულია მეჩეთების მშენებლობა ნიდერლანდებში. ახლა რაც შეეხება საქართველოში ამ თურქობის დიდ თურქობის მომრავლებას, ეს დამოკიდებული არის მხოლოდ და მხოლოდ რა თქმა უნდა მთავრობაზე, რომელიც ცდილობს ყველანაირად ბირძველი ჩვენი აჭარა მოწვიტოს ქართულ სივრცეს და დაუყევდებაროს ეგრეთ ვთქვათ თურქეთის არეალს. და ამით ისტორიულად დაუმტკიცოს ის, რომ თურქეთის ნაწილი ყოფილა თურმე ყოველთვის აჭარა. მე მინდა ასევე ყურადღება გავამახვილო ბატონო სოსო, ზუსტად იმაზე ძალიან კარგი იქნება, უპრიანი იქნება თუ თქვენ გუშინდელ გადაცემას ნახავთ, თუ გუშინდელ და ზუსტად არ მახსოვს, სადაც ქალბატონ რუსუდან მომლაძესთან იყო კობა დავითაშვილი. დიახ, მან განაცხადა, რომ იგი არ არის წინააღმდეგი აზერბაიჯანის მესამეცმერელია. და ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისითაც არ არის იგი წინააღმდეგი რომ აშენდეს, იმიტომ რომ მას უნდა რომ ისტორიულად თურქეთი თურქო ყოფილა ჩვენი მოკავშირე. და მე დარწმუნებულია, რომ რამოდენიმე წლის წინ, თუნდაც 2008 წელს, კობა დავითაშვილი აზერბაიჯანის მეჩეთზე და თურქეთის მეგობრობაზე საერთოდ არ ლაპარაკობდა. დღეს უკვე ალაპარაკდნენ იგივე რესპუბლიკელები, იგივე მალანი და მალანი და არ მინდა ახლა გვარდასახელი დავასახელო და უბრალოდ ეს ხდება ზუსტად იქიდან, რომ დღესდღეობით ახალი მესია, რომელიც მოგვევლინა და ასე უწოდებენ სამწუხაროდ ქართველები ამ პიროვნებას, ეს მოდის იქიდან. და ეს მოდის ასეთი ოკეანის გაღმიდან, ამერიკიდან. თქვენ საიდან გვიკავშირდებით უკაცრავად? ეროვნულ უმცირესობებს თავისუფლებას მიესალმა ასევე ასე იგი სქესობრივ ასე ვთქვათ უმცირესობას და კარგი იქნება თუ ნახავთ და მე ამტვიჩი საშუალება გუშინ მინდოდა მე ჩართულიყავი და მისთვის მე თქვა ორი სიტყვა, მაგრამ სამწუხაროდ გათიშული იყო ინტერნეტი. თქვენ საიდან გვიკავშირდებით? მე ნიდერლანდებიდან გიკავშირდები ბატონო კოტე, მე ირაკლი ურუმბეგაშვილი ვარ, ნიდერლანდების ელსინკის კავშირის გამგეობის კავშირის. გაიხარეთ. დიდი მადლობა აქტიურობისთვის, თქვენი ზარისთვის, დიდი მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. ჩვენ ზუსტად ასე უყურებთ ამ სიტუაციას. აი ეს ნეოლიბერტარიანელების საექსპორტო ვარიანტი, რომელიც გამიზნულია საერთოდ გამიზნულია ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, ან მესამე ქვეყნებისთვის, როგორც ისინი ჩვენ გვიწოდებენ. ზუსტად გულისხმობს ამას, რომ აი ეს სექსუალური და ეროვნული სექსუალური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის მოტივით უმრავლესობის მორჩილებაში ყოფნა. აი ეს ერთ-ერთი კომპონენტია მათი ეს მრავალ კომბინაციური მართვისა, რომელსაც ახორციელებენ, ესე იგი კომბინაციური მართვისა, რომელსაც ისინი ახორციელებენ ქვეყანაში. და ეს ვიც ჩვენ მე არაერთგზის მისაუბრია ამ მართვის ამ სქემაზე, უბრალოდ ახლა ამას სისტემურად ვერ შევეხებთ, ცოტა დიდი დრო ჭირდება, კიდე ერთ მე თუ მომეცემა საშუალება ამას სპეციალურ გადაცემას მიუძღვნიდი მაგალითად, იმიტომ რომ ეს აუცილებელია თუ როგორ იმართება ეს ქვეყანა და რისი კომპონენტია აი ეს აზიზის რა თუნდაც და ეს ძალიან აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონის მოსაზრებას, რომელიც ნიდერლანდებიდან დაგვირეკა. ზუსტად ასეა და ახლა ესე იგი მე ორიოდი სიტყვა მინდა ვთქვა ქალბატონი ნინო იტყვის ბატონი კობა დავითაშვილის მისამართით. არა, მან ერთხელ ის ძალიან ბევრს იღებს თავის თავზე და გამიფრთხილებია აქედან. ჯერ მან თქვა რომ არავითარი ის გამოუშვებს პოლიტიკურ ამნისტიას, მერე თქვა რომ არანაირი ესე იგი კონებრივი საკითხი დავები ამ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ არ იქნება. ეს განაცხადა. ახლა განაცხადა რომ თურმე პოლიტიკურად თურქეთი ყოფილა ჩვენი მეგობარი.
და სწორედ ამიტომ დაუპრია ჩვენი ტერიტორიის უდიდესი სამხრეთ საქართველო და აჭარას დაპყრობილი ქონდა მოგეხსენებათ და სამცხე-ჯავახეთიც და რა ისტორიული პირობებში მოხდა ამ ტერიტორიების დაბრუნება მოგეხსენებათ, თურმე ის მეგობრობით მოსვლია მას და ის უამრავი ქართველი მეომარი, რომელიც შეეწირა ამ ექსპანსიას და უამრავი ქართველის უბედურება, ესე იგი, ეს ყოფილა, არა, მე ისტორიულად გულისხმობ, მე 17 საუკუნიდან ხო, რაც დაიპყრო თურქეთმა, ხო, ეს ყოფილა თურმე თურქეთის მეგობრობის გამოხატულება. ნუ ეს არის აბსოლუტური სრული ჩაფუცხება პირდაპირ სულში, პირდაპირ და ახლა თუ მას გონია რომ ახლა საქართველოს პასუხის გამცემი არავინ არ არის, ძალიან ცდება და პირადად მე გავცემ ამ საკითხებზე პასუხს ბატონ კობას. და მას არავინ არ ეკითხება არც პოლიტიკურ ამნისტიას კიდე და ვერც ვერასდროს ვერ მიიღებს ამ ბერკეტებს პირდები აქედან რომ მან ეს საკითხები გადაწყვიტოს. და ჯერ კიდე საქართველოს არ არის საბედნიეროდ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების ობიექტი. Skype-ით ვიკავშირდებიან შემოუშვათ მსმენელი, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გისმენთ ისაუბრეთ. ტელეფონით მოგესალმებით. მოგესალმებით გისმენთ. მე მაქვს რა თქმა უნდა, ჩემ მოსაზრება მინდა გამოვხატო ბატონ სოსოსთან მაქვს კითხვა. კი ბატონო, საიდან გვიკავშირებით? რა თქმა უნდა, ეს მეჩეთი არ უნდა აშენდეს არავითარ შემთხვევაში ორადორის ძალა, რომელსაც საქართველოში ვენდობიეთ არის წინააღმდეგობით მოძრაობა და ეს არის ლეიბორისტული პარტია. დანარჩენი ყველაფერია მოდის ამერიკიდან. რაც შეეხება შემდეგ რაც შეეხება ქართულ ხელისუფლებას, საქართველოს ხელისუფლებას, ეს არ არის ქართული პროექტი, სააკაშვილი უნდა წავიდეს, უნდა დაიწყოს, რა თქმა უნდა, არჩევნებში სააკაშვილი გაიმარჯვებს, შეიძლება ბიძინა ივანიშვილის თემა უბრალოდ ახალი სახეები იქნება. მე მინდა უთხრა ქართულ ხალხს, კარგად დაფიქრდეთ და მხარი დაუჭიროთ წინააღმდეგობის მოძრაობას და საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას, რომელიც იცავენ საქართველოს ინტერესებს. რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს, ოსებს, სომხებს, აფხაზებს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში ყველამ უნდა ისწავლოს ქართული ენა, ქართული კულტურა და თუ ესწავლობენ ეს ფაქტი, ნება იბრძოლა წავიდნო თავი ასახლებს. ეს მე მგონი კანონიც არის, ხო, რომ წესით უნდა იცოდნენ, რომ ეს რაღაც ყველა ევროპულ ქვეყანაში მოქალაქეობის მიღების აუცილებელი პირობა ენის და კულტურის ცოდნა. იმ შემთხვევაში თუ არ არის იქ პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკი, ასე რომ ეს მხოლოდ ჩვენთან არის ის, რომ აუცილებელი არ არის ქართული ენის ცოდნა საქართველოს მოქალაქისათვის. ეს ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ მიზანმიმართულად გვაკარგინებენ თავმოყარეობას და არასრულფასოვანი ერის კომპლექსს გვიჩენენ. და ვინც ამას აკეთებს და მათ შორის ჩვეულებრივი ადამიანებიც არიან ასეთ ნიჰილისტურ განწყობილებაზე, მინდა ვთქვა, რომ ესენი ეს აბსოლუტურად არასწორია და ნუ ავრცელებენ ასეთ განწყობილებებს. ჩვენ ვართ ხალხი, რომელმაც კაცობრიობას მიცა ძალიან ბევრი ჩვენ რიცხოვნობასთან მიმართ შედარებით, მიცა უზარმაზარი სულიერი საგანძური. მე მარტო იმას შევახსენებდი, რომ მაგალითად ვეფხისტყაოსანი შოთა რუსთაველის არის ოქროს კვეთში შესრულებული უდიდესი ნაწარმოები, მსგავსი რამ არ არსებობს. მე აღარ შევეხები ახლა ვეფხისტყაოსნის შინაარსს და იმას რა არის იქ თავმოყრილი რამოდენას სიბრძნე და ასე შემდეგ, ხო? ქართული ფოლკლორი შესულია დედამიწაზე მსოფლიოს 18 არამატერიალურ საოცრებაში და კიდევ უამრავი ქართველებს უჭირავთ პირველი ადგილი მაგალითად სპორტში ოლიმპიური ჩემპიონების და მსოფლიო ჩემპიონობის რაოდენობით ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით და ასე შემდეგ ჩვენ უამრავი ესე იგი აღარ შევეხები ახლა იმ ნიჭიერებები ეს არის ხალხი რომელმაც კაცობრიობას მიცა უამრავი მეცნიერი მსოფლიო მნიშვნელობისა და ახლაც მიუხედავად იმისა მეცნიერება განადგურებულია ახლაც მოგეხსენებათ რომ უამრავ წამყვან ცენტრებში ქართველებს ძალიან მაღალი ადგილები უჭირავთ და მაღალია მათი სტატუსი და ასე შემდეგ აღარ ვლაპარაკობ ახლა მე
რელიგიურ კულტურა, აღარ ვლაპარაკობ არქიტექტურაზე და ასე შემდეგ, ხო? და ახლა ვიღაცებს რო გონიათ რომ ამას ესე უცბად გაანადგურებენ 8 წლიანი თავისი ვაქხანალის მეშვეობით ძალიან ცდებიან და მოუწოდებ ჩვენს ხალხს რომ თვით შეფასების აი ეს გვინერგავენ რომ ჩვენ ვართ მარგინალები და ჩვენ დამნაშავე ხალხი ვართ და კრიმინალები ვართ და ჩვენ კულტურუები ვართ და ასე შემდეგ ვინც ამას ნერგავს ის არის მტერი და მოღალატე პირდაპირ ვამბობთ ასე ეს არის იდეოლოგიური დამუშავება ერის მისი იმის ძალების დაყოფის და იმის შემდეგ და მომსახურე ერი უნდა ვიყოთ მომსახურე ერი ჩვენს რა თქმა უნდა სხვაზე გაბატონებაზე არ უნდა ვისწრაფოდეთ მაგრამ ჩვენი ინტელექტუალური და კულტურული პოტენციალი ნამდვილად არ არის მომსახურე ერისათვის დამახასიათებელი და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ და არ უნდა მივეჩვიოთ ამას. ბატონო, სულ დაგვჭა 4. ქალბატონი ნინო. ეხლა ქალბატონი ნინოს მე მინდა რომ აი ამ პატარა შეჯამების სახით შეფასება მიცეთ დღევანდელ გადაცემას. შემდეგ მე მნიშვნელოვანია საზოგადოება ელის თქვენგან როგორც წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერისგან თქვენს აი ეს აქტივობას რაღაცას ელის და იქნებ აი ეს რაღაცა რაც არის სათქმელი იქნებ გაახმოვანოთ და ბოლოს ერთ წუთს მე დავიტოვებ რომ დავემშვიდობო. დიახ, ეს თემა რომ ძალიან აქტიურია, აქტუალურია და მტკივნეულია ჩვენი ერისთვის დღევანდელმა გადაცემამაც ხატყო მე ვითვლიდი ამჟამადაც უამრავი ხალხი რეკავს, მაგრამ მე ვხედავ აქედან სტუდიიდან ვხედავ რომ უამრავი ზარი შემოდის და თქვენ მიეცით შენიშვნა რომ ზარები აღარ შემოვიდეს, იმიტომ რომ გადაცემა სრულდება. საათ ნახევარია თითქმის ვზივართ ეთერში, შემოვიდა სულ 17 ზარი, აქედან 7 იყო სკაიპით, 7 სკაიპით რეკავდა და 10 და მგონი 10-ვე თუ არა 8 მაინც ბათუმიდან იყო კილოთი მივხვდი და კიდე თავადაც ამბობენ რომ ბათუმიდან იყვნენ. აი ამ თემამ ხულოდან რამაც ძალიან გამახარა ხულოში რომ უყურებენ ობიექტებს. აი ამ თემამ აზიზიეს მეჩეთის შესაძლო აშენების თემამ კიდევ გამოაჩინა ჩვენი პოლიტიკური პარტიების ორგანიზაციების ნამდვილი სახე. აი ხალხი ესე წუხს, ესეთი ამბავია და ესენი საერთოდ ერთ განცხადებასაც არ აკეთებენ. ერთ განცხადებასაც არ აკეთებენ თავიანთი სურვილით და ჩვენ ჟურნალისტები რომ მოვითხოვთ, ნახოთ რას გვიპასუხებენ. აი დარწმუნებული ვარ, მაინც ვერ შეძლებენ ამ რაღაცა პროვოკაციული მემორანდუმის თუ ხელშეკრულების გაფორმებას. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ წინააღმდეგობას გაწევს ბათუმის მოსახლეობა და თბილისიდანაც ჩავალთ, იქ თუ აუცილებელი გახდება ფიზიკური დაპირისპირება, როგორ მე დაპირისპირებაში რას გულისხმობ, უკაცრავად. აქციების გამართვა და აქციებით პროტესტი თუ ვერ შეიგნებენ ბრიფინგებს, მიმართვებს და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ბათუმლები არ იქნებიან მარტო და ვერ განახორციელებენ ამ რაღაც მოღალატურ და პროვოკაციულ მემორანდუმს თუ ხელშეკრულებას. დიდი მადლობა. და ჩვენ ამაში მივიღებთ ძალიან აქტიურ მონაწილეობას და მე შევახსენებდი საქართველოს ხელისუფლებას ბახტრიონის ისტორიას წაიკითხონ ვაჟაბშაველა და საერთოდ კლასიკა წაიკითხონ მეტად. იკითხეთ კლასიკა. თქვენი ბედი ნაკლებად ტრაგიკული იქნება. აი ეს არის ჩემი მოწოდება. დიდი მადლობა. დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. ჩემი გადაცემის სტუმრები იყვნენ წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბატონი სოსო მანჯავიძე და მედია კავშირი ობიექტივის ჟურნალისტი ქალბატონი ნინო მიქიაშვილი, რომელიც აქტიურად მუშაობს აი ამ თემებთან დაკავშირებით. მე ამ გადაცემის წამყვანი კოტეინაშვილი გახლავართ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.